მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ამჯერად ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე, მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. Როგორც იცით, უნგრეთში 16 წლიანი მმართველობა დასრულდა, ერთი ადამიანის მმართველობა, ორბანის 16 წლიანი მმართველობას ბოლო მოუღო მისმა ყოფილმა თანამებრძოლმა პიტერ მადიარმა და შესაბამისად სულ მალე ის გახდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დღეს შევეცდებით შევაჯამოთ უნგრეთში მიმდინარე არჩევნები და ის შედეგები, რომელიც უნგრეთის არჩევნების შედეგად შეიძლება საქართველოს ოპოზიციამ ისწავლოს ამ არჩევნებიდან გაკვეთილები უფრო სწორად, რა შეიძლება გამოადგეს საქართველოს ოპოზიციას გაკვეთილად უნგრეთის არჩევნებიდან. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმრები იქნებიან თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ლიდერი, გრიგოლ გეგელია, ლელო ძლერი საქართველოს ასევე ერთ-ერთი ლიდერი და შემდეგ უკვე პოლიტიკური ანალიტიკოსები შემოგვიერთდებიან, ირაკლი მელაშვილი და გიორგი ანთაძე. მივესალმებით პირველ სტუმარს თამარ ჩერგოლეიშვილს, გამარჯობა თამარ. მშვიდობის, დიდი მადლობა ინტერესისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მთავარი კითხვა პრინციპში დასმულია, რა შეიძლება, რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთში გამართული არჩევნებიდან და პიტერ მადიარის წარმატებიდან. ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვერსია მოვისმინეთ, სოციალურ ქსელში ყველა ამაზე საუბრობს, ყველას თავისი ახსნა აქვს და ასე შემდეგ. ხო, ну კი ბატონო. და თქვენი ვერსია როგორია? პირველში ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის კარგი ეს ცვლილება უნგრეთში, გამომდინარე იქიდან, რომ ორბანი რუსული რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი იყო და ერთგვარ სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაში ეხმარებოდა რეჟიმს, იმიტომ რომ უნგრეთისგან განსხვავებით ჩვენ ის იგივე ტიპის ამოცანები არ გქონდა, ხო? უნგრეთი ნატოს წევრია, ევროკავშირის წევრია და ორბანს თუ შეეძლო მიეცა უფლება საკუთარი თავისთვის ეკეთებინა ის, რასაც აკეთებდა, ჩვენი ეროვნული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენი იგივე ფუფუნება არ გქონდა და ჩვენი რეჟიმი ერთგვარად ორბანით იმართლებდა თავს. როდესაც ვთქვათ ევროკავშირის ზურგი აქცია და ვთქვათ იქ დასავლეთს ზურგი აქცია რეალურად და მეგობრები მტრებად გამოაცხადა და მტრები კიდე მოკავშირეებად გაიხადა, ხო? პირველ რიგში ეს. ეხლა რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციამ რა გაკვეთილი უნდა გამოეტანა კი არა, რეალურად ჩვენთვის ფედერალისტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება, იმიტომ რომ რასაც მრავალი წელია ვამტკიცებთ და რის გამოც პირადად მე მომიძულა ერთგვარმა ამ პოლიტიკურმა ბაბლმა, ზუსტად ეს იყო, რომ ჩვენ ვიძახდით იმას, რომ უბრალო უმრავლესობით ავტოკრატიაში არჩევნებს ვერ იგებ, იმისთვის რომ ავტოკრატიაში არჩევნები მოიგო და შემდეგ ეს მოგებული ხმები დაიცვა, გჭირდება არა უბრალო რამდენიმე პროცენტიანი უმრავლესობა, არამედ დიდი უმრავლესობა, ორჯერ დიდი უმრავლესობა, იმიტომ რომ უნგრეთი მაინც დემოკრატია ასე თუ ისე და ჩვენთან გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული ავტოკრატიული სისტემა, ეს მეორე რაზეც დღემდე ეს მაგ რა ქვია კონფლიქტი მაქვს მათ შორის ტელემედიასთან, მათ შორის ჩვენს გარემოცვასთანაც, პოლიტიკურ გარემოცვასთანაც არის ის, რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმ თემებზე, რაც ადამიანის სასიცოცხლო, მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებშია და კარგი ის არის, რომ რეალურად ორბანის გამარჯვებამდე მოხდა ერთგვარი კონსენსუსის შეკვრა პოლიტიკურ ოპოზიციაში ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ წაკითხული გაქვთ ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება ოპოზიციური ალიანსის, სადაც ზუსტად ამაზეა საუბარი, როდესაც რომ კრიტიკულმა უმრავლესობამ უნდა დაინახოს სასიცოცხლო ინტერესი რეჟიმის ცვლილებაში. ანუ არა უბრალო უმრავლესობამ, არამედ უდიდესმა უმრავლესობამ და მეორე სასიცოცხლო ინტერესი, ანუ ის რაც მათ ცხოვრებას ეხება. იქნება ეს ეროვნული დამოუკიდებლობა, იქნება ეს უსაფრთხოება, იქნება ეს კეთილდღეობა, იქნება ის საკითხები, რა საკითხებიც მათ აწუხებთ. ანუ იმისთვის რომ შენ ადამიანებმა მხარი დაგიჭირონ და შენ გამო რისკზე წავიდნენ მაშინ, როდესაც ვთქვათ სტატუს-კვოს ცვლილება განსაკუთრებით რეგიონებში, იქ სადაც ნატურალურ მეურნეობაში ცხოვრობს ხალხი და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, ამაზე წამოყვნენ, უნდა გენდობოდნენ, ხო? ნდობა ვერ მოვა თუ შენთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ის. იდენტიფიცირებას შენთან ვერ მოახდენს ის, თუ შენ არ ლაპარაკობ იმ თემებზე, ბოდიში ერთი წუთი, რაც მას აწუხებს, ის რაც ეხება მის შვილს, ის რაც ეხება მის მშობლებს, ის რაც ეხება პირადად მას.
ანუ ჩვენ ოპოზიცია წლების განმავლობაში და ეს არის ჩემი დაპირისპირების მიზეზი და ეს იყო ჩემი დაპირისპირების მიზეზი ზუსტად პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ თემებზე რაც უშუალოდ მოქალაქეებს აწუხებს იმისთვის რომ ამ ადამიანებს ჩვენს დღის წესრიგში საკუთარი ინტერესები დაენახათ და ამის ნაცვლად ქართული ოპოზიცია საუბრობდა იმაზე მიშას რა შეაწუხებს იქ კეზერას რა უნდა იქ მელია გავწიოთ ხაბეიშვილი შემოვწიოთ პოლიტიკური მანევრები გამუდმებული ერთობა რისთვის გინდა ერთობა იმისთვის გინდა რომ მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურო ხო და თუ შენ ის არიცი როგორ ემსახურები ამ ინტერესებს და თუ მოქალაქეებს ამას ვერ აგებინებ კარი და იყავი ერთობები და გადაიღე სელფები ვის რა შეანაღლებს ასე რომ ჩვენთვის ფედერალისტებისთვის ეს დიდი გამარჯვება თუმცა მოხარულები ვართ რომ იქამდე შევძელით თქვათ კონსენსუსის გაფართოვება ამ თემაზე და დღეს ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეთანხმებულები ვართ იმაზე რომ უბრალო უმრავლესობით არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს იმიტომ რომ წაგვართმევენ და ვერცხმებს ვერ დავიცავთ და კრიტიკული უმრავლესობა გჭირდება და ამას სჭირდება მუშაობა ამას სჭირდება იმაზე მუშაობა რომ ჩვენს დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი დაინახოს ასე რომ რითიც მადიარმა არჩევნები მოიგო ის ჩვენ უკვე გავწერეთ რეალურად იმ სტრატეგიულ შეთანხმებაში რომელზედაც ვთქვათ ოპოზიციური პარტია 9 ოპოზიციური პარტია შევთანხმდით ეხლა გასაგებია რომ ამ პარტიებში რაღაცა რთულია პარტიები დაუძახო შეიძლება ბევრ ჩვენგანს იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ჯერ არჩევნებშიც არ გავსულვართ და ეს ყველაფერი ჯერჯერობით დასამტკიცებელი გვაქვს ამიტომ არ მინდა წინასწარ არაფრის ყვირილი მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგი დროა ეხლა და სწორი დროა იმისთვის რომ რაც სწორი მიგვაჩნია რაც სწორად მიგვაჩნია ამაზე კონსენსუსი გავაფართოვოთ და დავიწყებთ კიდეც ანუ 26 მაისის აქცია უკვე დაანონსებული გვაქვს კამპანიაც დაანონსებული გვაქვს და ნახავს უკვე ამომრჩეველი ოპოზიციური ალიანსი როგორ მოიქცევა მათ სასიცოცხლო ინტერესებს და რას შესთავაზებს, როგორ პოზიციონირდება, როგორც ალტერნატივა. ასე რომ ნამდვილად კარგი რაღაც მოხდა, როგორც ეროვნული ინტერესებისთვის, ისე ჩვენთვის, რომ ჩვენ რაც სწორი გგონია, ის გავიტანოთ და ადამიანებს ერთმანეთს მივცეთ, რომ კი, ამ ქვეყანაში აუცილებლად არჩევნებით აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ იმ დიდ უპირატესობას რომელსაც რეჟიმი ვერ გააყალბებს არჩევნებზე. ხო, ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, რომ არჩევნებამდე მოიგო არჩევნები, ჩვენთან ზითარ ასე იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ თქვენ ახსენეთ წეღან რომ აი ამ რეგიონებში განსაკუთრებით ხალხი სადაც დიდ ზეწოლას განიცდის, ხო, სუსი ასე შემდეგ, ის რომ გამოყვეს ამ ბრძოლაში, უნდა გაუჩნდეს მას შენი ნდობა და ნდობა არის აქ მთავარი თუ ის არის მთავარი რომ მან დაიჯეროს რომ შემომგები ხარ და ძალას ასხივებდა ისესო რომ გამოყვება ხვალ მერე არ მოადგება სუსი, იმიტომ ეცოდინება რომ სუსი წააგებს. ორივე და სამივე მნიშვნელოვანი არის. ერთი მხრივ, ანუ შენ გაქვს ურბანული და რურალური 40% საქართველოს მოსახლეობის ცხოვრობს რურალურ სივრცეებში. ეს ნიშნავს რომ ის ცხოვრობს ნატურალურ მეურნეობაში, ანუ რეალურად იმას არ ქვია სოფლის მეურნეობა, რა მდგომარეობაშიც ის ხალხი ცხოვრობს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეგიონებში ხალხმა დაინახოს იმისთვის რომ გამოყვეს რომ სტატუს-კვო ისედაც იცვლება. ანუ სტატუს-კვოს ცვლილება, ანუ უკვე შენ უნდა ძალა დაგინახოს, რომ ეს ყველაფერი იცვლება. ამისთვის შენ გჭირდება ურბანულ სივრცეებში გარღვევის მიღწევა, იმისთვის რომ რეგიონებამდე ხმა მივიდეს რომ რაღაც იცვლება, ხო? ურბანულ სივრცეში შენ თუ ადამიანებს არ ელაპარაკები იმაზე, რაც მას აწუხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის ბაბლში იკეტება და სტატუს-კვოში რჩება, ანუ ერთგვარ პროტესტს გიცხადებს და ჩვენ ნახეთ კიდევაც ამ ხალხის რეაქცია 20-24 წლის არჩევნების შემდეგ, ხო, როდესაც ახლა 800,000 კაცზე მეტი წავიდა და გაყალბებული მონაცემებით ოპოზიციას მისცა ხმა ოფიციალური მონაცემებით 900,000-მდე იყო ოპოზიციის ხმები, კაი, გირჩი გამოვაკლოთ და რაც დარჩება, ის დარჩება 800,000, ხო? და ოპოზიციას პროტესტი გამოუცხადა ამ ხალხმა. იმიტომ რომ ეს ოპოზიცია მათ დაპირდა რომ შენ ხმებს ვერ გააყალბებენ, რომ 27 დღეში ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში, ჩვენ გვესმოდა ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან სრულიად უსირცხვილო და უპასუხისმგებლო კამპანია და მერე იმავე საღამოს დაიწყო ტირილი იმაზე რომ ხმები გაგვიყალბეს, ხო? ანუ რეალურად შენ გჭირდება ურბანულ ცენტრებში ისეთი უპირატესობის მოპოვება, რომ იმ ღამეს მერე ტირილი იმაზე რომ ხმები გაგიყალბეს აღარ დაგჭირდეს და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ გაქვს ორჯერ და სამჯერ დიდი უპირატესობა და ურბანულ ცენტრებში ეს მიღწევადია. ამას რომ დაინახავენ რეგიონებში, რეგიონები თავისით წამოყვებიან. ხშირად უყვართ ხოლმე კიდე ერთი გაკვეთილი, რაც უნდა ვისწავლოთ ჩემი აზრით, მადიარისგან არის ის, რომ მადიარი ძალიან
როგორ თქვა, ჭახედ იყო დაპირისპირებული და ძალიან კონფრონტაციული იყო მთავრობის მიმართ, მაგრამ არასოდეს არ ლანძღავდა ხალხს და ამორჩეულს, ანუ ჩვენს ოპოზიციონერებს ხშირად ახასიათებთ ხოლმე და რაღაცა პოპულიზმში მithulიან იმას, რომ საუბრობ, რომ რაღაცა ქართველი ხალხს რაღაც კოლექტიური სიბრძნე აქვს, ხო? მაგრამ რეალურად ეს ესეა, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი მოქმედებს საკუთარი თვითინტერესიდან გამომდინარე, ეს არის ადამიანის რაციონალიზმი, ხო? ის რაღაცა დიდ და მაღალ მატერიებზე ვერ იფიქრებს მაშინ, როდესაც მის შულს შია, არ იცის რა ჩააცვას, არ იცის დედამის წამალი როგორ უყიდოს, რომ სიცოცხლე გადაურჩინოს, ხო? და შენ თუ ამ თემებზე არ ესაუბრები მას და არ იცის შენგან რას ელოდეს, ხო? მაგ შემთხვევაში ის შენთან ნდობაში არ შემოდის, ყურადღებასაც არ გაქცევს. რას მას ეხება, იმაზე უნდა ელაპარაკო და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ რა მოგვივიდა, როდესაც დავიწყეთ იმ თემებზე ლაპარაკი, რაც ხალხს აწუხებს იმ ლიმიტირებულ არჩევნების წინ არ ელაპარაკებოდა ოპოზიცია იმ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს. არა, ცხადია, არა, დადიოდნენ უკვე მაშინ იყო თავარი, რომ ეს არის რეფერენდუმი რუსეთი თუ იმიტომ ეს აბსოლუტურად არასწორი იყო. ეს აბსოლუტურად არასწორი იყო. ჯერ ეგერთიც მთავარი პრობლემა, რაც 24 წლის არჩევნების წინ გამოიკვეთა, იყო, რომ ომის შიში, ანუ ოცნება იდგა ომის შიშზე, ხო? შიშების კულტივაციით დგას გაზეთებისმიერი ავტოკრატიული იქნება თუ დიქტატორული რეჟიმი, ხო? და ერთია შენ უნგრელი როცა ხარ და ამის შიშის იგნორირებას იოლად ახდენ, იმიტომ რომ ნატოს წევრი ხარ. და მეორეა როცა ორბანი მაგაზე მაშვებოდა. ასწორდა, მაგრამ ძნე არ გაუვიდა, ხო? ეს არ გაუვიდა, იმიტომ რომ ხა ნატოს წევრია ის ქვეყანა და რთულია, რომ შეაშინო მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალა გიცავს და მეხუთე მუხლი არსებობს, რომელიც გარანტიას გაძლევს იმისას, რომ შენ თუ თავს დაგესხმებიან, ეს ნატოს ყველა წევრზე თავდასხმა, ხო? გავანებოთ თავი ახლა ცოტა ხანი, ანუ ნატო ხო ტრამპით არ დაწყებულა და ტრამპით არ დასრულდება, ხო? ამას გავცდეთ ცოტა ხანი, ანუ ეს წმენა არსებობდა ჩვენთან, ამისი სრული იგნორირება მოხდა და ამას გარდა პოლიტიკური სპექტრი, ანუ მაგას ვითხოვდი, რომ ალაპარაკეთ, არ ვიცი, შემ არქივი უნდა გავაკეთო ერთი და ამოყარო და გადავაბა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან სასაცილო იქნება, მართლა ფარშევანგივით ვყვიროდი ყველა ეთერში, რომ ალაპარაკეთ განათლებაზე, ალაპარაკეთ იმაზე, რა ქვია, ვთქვათ, ემიგრაციაზე, ალაპარაკეთ უმუშევრობაზე, ამაზე გჭირდება პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთში ლაპარაკი და პოლიტიკური სპექტრი ხშირად გაურა, არ გვინდა კაკაფონია. კაცო, კაკაფონია რანაირად არის ხა განათლების სისტემაზე, რომ ვიმსჯელოთ, მე და სიკო ჯანაშიამ, ხო, რომელსაც შეიძლება სრულიად განსხვავებული შეხედულებები გქონდეს, მაგრამ ის ადამიანი ხედავს, რომ გვისმენს, რომ კაცო, ამათმა რაღაც იციან იმაზე, რაც მე მეხება, რაც ჩემ შულს ეხება, ხო და ამას ვამჩნევ, ამას ჩემი Facebook-ის გვერდიდაც კი ვამჩნევ. საკმარისია შევახო, აი მაგალითად, როგორც არის თემა, როგორც არის აბიტურიენტების გამოცდები, ხო? მიფრინავს, საკმარისია შევახო ფასებს, მიფრინავს, ანუ ეს და საკმარისია დავიწყო იქ მანევრებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ აი ეს ერთობა და ის ერთობა. ანუ თავარი თემა იყო, რომ აი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, იმიტომ რომ რუსეთის ცენტრიალობა და ასე ვერ შემოიყვან ხალხს შენ იმაში, რა ქვია, ცვლილებების პროცესში, თუ ის ხალხი შენთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, ბოდიში დავასრულებ და ვერ მოახდენს შენთან იდენტიფიცირებას, თუ იმ თემებზე არ ესაუბრები, რაც მას უშუალოდ ეხება, თუ ის ვერ ხედავს, რომ შენ მისი ცხოვრებითაც ცხოვრობ. ხო, თუმცა შენს მიმართ კრიტიკა შემხვდა რამდენიმე სოციალურ ქსელში, აი ამ პოზიციას დაკავშირებით, რომ ოპოზიციას აკრიტიკებ 2024 წლის წინ როგორი კამპანია ქონდა და კითხვა იყო ასეთი, რომ თამარიო რას ამბობს, რომ ანუ არჩევნები კი არ გაყავდა ოპოზიციამ წააგო? ეს ორივე ერთმანეთს როგორ შეესაბამება? მაგას აუცი არჩევნები სულ გაყალბდება აქ, იქ სადაც არ არსებობს სასამართლო, იქ სადაც არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, იქ სადაც დაშინების გამო, მოსყიდვის გამო პასუხს არავის არ თხოვენ, არჩევნები ყველგან გაყალბდება. ორბანს რა როგორი სისტემა ქონდა, იქ შეიძლება ეხა ამ დონეზე ვერ მიდის გაყალბება, იმიტომ რომ მაინც ევროპული ქვეყანაა, მაგრამ სისტემა ქონდა და ჯერიმაინერინგი ქონდა ისე გაკეთებული, რომ ანუ მაჟორიტარებით, ანუ ნახევრად შერეული სისტემა ქონდა, ხო? მას და 101 კაცი მაჟორიტარებით გადიოდა და იქ ისე ქონდა გადანაწილება. ანუ შენ იმ ხელა უპირატესობა უნდა მოიპოვო, რომ აი ამ გაყალბებამ ხელი ვერ შეგიშალოს, იმიტომ რომ არჩევნები სულ გაყალბდება აქ. შეუძლებელია რომ ბიძინა იმანიშვილმა ჩაატაროს გაუყალბებელი არჩევნები. შენ გჭირდება ისეთი უპირატესობა, რომ იმას რისი გაყალბების რესურსიც აქვს, არ ეყოს. ამაშია საქმე, თორე იმაში კი არა, არჩევნები სულ ყალბდება და სულ გაყალბდება კიდე. შენ უნდა მოემზადო ისე, რომ ვერ გაგიყალბოს და ერთადერთი გზა რომ შენ არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაგიყალბოს, არის ძალიან დიდი რიცხობრივი უპირატესობა, რომლითაც ისეთ მეწყერს მოუწყობ, რომ აზრი აღარ აქვს. მე ბიძინა აზრი აღარ ექნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფარტხალს გაყალბებას და იქ რაღაცა
რიცხვების გადაწერას. ამაშია ერთმანეთს არ გამორიცხავს, არჩევნები გაყავდა და ოპოზიცია მაგითო აბა ეხა მე რო არჩევნები რო არ ყალბდებოდეს უბრალო უმრავლესობითაც ხომ მოიგებ და უბრალო უმრავლესობა რა ხანია ოპოზიციას აქ. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა, რომელიც თან დაკავშირებით კრიტიკა წამოვიდა აქეთ ხარეს ოპოზიციის, ანუ ალიანსის ვინც ხართ, მაგალითად ისეთი პარტიებისგან, როგორც არის გახარია საქართველო და ასე შემდეგ, ეს ეხება არჩევნებისადმი მიდგომას, რომ აქამდე ამბობდნენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებში მოწვევა არ მოიღო და ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე არჩევნებს ქონია აზრი და აი გიორგი შარაშიძემ თქვა დღეს პარლამენტში უგრეთის მაგალითად დაადასტურა, რომ ავტოკრატიების დამარცხება შესაძლებელია არჩევნებში და არჩევნების დისკრედიტაცია და მარგინალიზება იყო თაღლითური ავანტურა და დანაშაულია. კი ბატონო, უცნაურია, იმიტომ რომ თავად მისი, ანუ ჩვენ არჩევნებში არც გავსულ ვართ, ანუ 20-24 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რა თქვია კაცო, 20-24 წლის არჩევნები არ იყო 20-24 წლის არჩევნებში ჩვენ არც გავსულ ვართ. ვიარეთ საერთოდ ყველა აქციაზე, რომელიც შემდეგ არჩევნების გაყალბებას ეხებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ხმები არ გაყალბებულა, ჩვენ არ ყოფილვართ იმ არჩევნებში, იქ ვიდექით და რა ვიცი მე, იქ მაგას ყვიროდა რომ არჩევნები ბოდიში. ანუ მე რა ის რო ლაპარაკობს ადგილობრივზე შენ კი არ უნდა დაგავიწყდეს ის რომ ცოტა ხნის წინ რას ყვიროდა იმაზე თვითმმართველობაზე, იმიტომ რომ ხალხის მეხსიერება ესე კი არ არის, ანუ ის გიყურებს შენ რაღაც ამბავს უყვები. 20-24 წლის არჩევნები გაყალბდა, გამოვარდა ისა რა ქვია, ხაზარაძე და 400.000-ით გაყალბდაო ხმები, იმიტომ რომ 400.000-ით მოიგო, ხო, ქართულმა ოცნებამ და 400.000-ით გამიყალბეს ხმებიო და 6 თვე იხვეწებოდა რომ რაღაც სათამაშო პარლამენტი უნდა გააკეთოს ალტერნატიული, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი აღარ აქვს. და მე მიუტრიალდა იმ ხალხს და ეუბნება რომ ეხლა თბილისი უნდა გამოუგლიჯო. კაცო, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებში შენი ამორჩევლის ხმა ხო უნდა დაიცვა. ასე უპიროთ ხო არ გამოხვალ ერთი დღე, ანუ ჩვენ ვერ ვიკადრებთ იმას, რასაც ხაზარაძე კადროლობს. ცხვენია ეგეთი რაღაცების, რომ თან ხალხს პირდებოდეთ იმას, რომ 7 დღეში ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნებაო და იმ ღამეს ტირილი ავტეხოთ, რომ ისა რა ქვია, არჩევნები გაგუყალბა და ეხლა ჩვენი სათამაშო პარლამენტი გამაკეთებინეთ, თორე ისე აღარ დაგელაპარაკებითო, ხო, გაგვებუტა მე რომ არ გამაკეთებინეს პარლამენტიო, მაგას იცავთ. ის ადამიანი სულელი კი არ არის, რო გისმენ ერთ დღეს ეუბნებოდა რომ არჩევნები გაუქმდა და მეორე დღეს პირდებოდა რომ თბილისს გამოგლეჯ. რასაკვირველია, არჩევნები არის ალტერნატივო. უბრალოდ იმ არჩევნებში რო შეხვალ, ხმების დაცვა უნდა შეძლო და ხმების დაცვა შეგაძლებინებს ერთადერთი რამ. თუ შენ არჩევნებამდე გაქვს ეს არჩევნები მოგებული და არა ის რომ შენ რაღაცა 2%-იანი უპირატესობით შეხვიდე და მერე იტირო. იმიტომ რომ ჩამოგაკლდება ხალხი არჩევნებში რწმენას დაკარგავს ესე. თუ ოპოზიციამ 2028 წლის არჩევნები არჩევნებამდე არ მოიგო, არც 2028-ში ექნება აზრი არჩევნებს, ანუ 28-ზე როგორ უნდა ვილაპარაკო, ჩემი ამოცანა არის რომ 2028-მდე საერთოდ არ მივიდეს საქმე და აგერ მალე ჩაინიშნოს არჩევნები, იმიტომ რომ უკან ოპოზიციის მოცნებასაც უკან დასახევი გზა აქვს, ხო მოჭრილი. რეალურად კომპრომისზე ვერ მიდის, რა არჩევნებზე საუბრობენ საერთოდ. თვითონ ოცნება არის იზოლირებული, თვითონ ოცნება არის მძიმე დღეში და ჩვენ არ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი თავის, იმ ხალხის, რომელიც პროტესტშია, იმ იდეების, რაც გვაქვს, იმ წინააღმდეგობის, რაც გაჩნდა 24 წლის მერე, ხო? ან ასე ვიცანცაროთ, რომ ერთ დღეს არჩევნები აღარ არსებობდეს, მეორე დღეს არჩევნების გარდა. არჩევნები არის ინსტრუმენტი ჩვეულებრივი. ეს ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო მაშინ, როდესაც ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა გაქვს. თუ ეს ინსტრუმენტი წართმეული გაქვს, როგორც ესეთი და იმ 3%-იან უპირატესობას ვერც ერთ უწყებაში ვერ ამტკიცებ და ვერც ერთ ინსტიტუტში და საერთოდ სასამართლო არ არსებობს იმისთვის, რომ ის შენი 2%-იანი უპირატესობა, მასე ხო უბრალოდ ხალხის დემორალიზაციას უწყობს. ამოდის რომ არჩევნებში აზრი არ აქვს მონაწილეობას, თუ არჩევნებამდე უკვე არ გაქვს. არ გაქვს მოგებული. არ გაქვს მოგებული და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. და ეს არის ეხლა ოპოზიციის ალიანსის ამოცანა ეგ არის, რომ ჩვენ ისე გავაფართოვოთ წინააღმდეგობა და იმდენი ადამიანი ჩავთოთ წინააღმდეგობაში, რომ შემდეგი არჩევნები როცა მოვა და როცა ჩავანიშნინებთ ოცნებას თავისუფალ არჩევნებს, ხო? იქ უკვე გარკვეული იყოს წაგებული და მოგებული და პირდაპირ აი ისეთივე მეწყერი მოხდეს, როგორი მეწყერიც მოხდა. ეხლა მაგაზე რომ ამის შანსი რამდენად აქვს იმ ალიანსს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ჩვენ უნდა ცადოთ რომ კონდეს. ხო, უნდა ცადოთ, კი ბატონო. აქ ნუ თავარი განსხვავება, რაზეც საუბრობენ მადიარის შემთხვევასთან. ხო, არის ის რომ უნგრეთის არჩევნებში მანამდე ოპოზიცია სწორედ ასე მოიქცა, გაერთიანდა ყველა და იმათ წააგეს, ანუ ეგ იყო დიდი სისულელი, ამიტომ ჩვენ ოპოზიცია გაერთიანებას ხარს არ უჭერთ საარჩევნო გაერთიანებას. კი ბატონო, ხო, ანუ გაერთიანდა, ერთიანობა ხო არის იდეა და ნუ იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება წინა არჩევნებზე, რომ ერთიანად გასულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ წააგეს სასტიკად და ეხლა როდესაც ერთი ლიდერი გამოჩნდა, რომ ამ ერთმა ლიდერმა მოახერხა ორბანის დავარცხა. ანუ ერთიანობაში კი არ არის შეიძლება ძალა, არამედ ერთ და ახალ ლიდერშია ძალა. თანაც აქ საუბარ რომ ეს ერთი და ახალ ლიდერი იყო ორბანის ყოფილი გუნდიდან წამოსული და არა რაღაც იმ ძველი ოპოზიცია. კი ბატონო, ეხლა რო გავყვეთ რამდენი შეცდომა მან. პირველი არ
რაღაცნაირი ახალი იყო ოპოზიციაში, როგორც მაგალითად მე ვარ ახალი ოპოზიციაში, თორე პოლიტიკაში იყო მანამდე 30 წელი და იყო თან პარტიულ პოლიტიკაში და მისი ცოლი იყო იუსტიციის მინისტრი, ანუ მაგითი განსაკუთრებით როგორც ახლა ჩემი ქმარი იყო შუშიშროების საბჭოს მდივანი, ისე მისი ცოლი იყო იმისი რა ქვია და თვითონ იყო რაცთავარია პარტიაში. მიშამ რაც გააკეთა 2003-ში ხო იყო შევარდნაძის ხელისუფლების წევრი და იქედან წამოსულმა მერე დაამარცხა ის ხელისუფლება აი გააკეთა მადიარმა და ეხლა შეიძლება ამაში იყოს შანსი. ანუ ახალი კი არ იყო ძალიან ძველი, უბრალოდ პოლიტიკაში შემოვიდა და დააფუძნა პარტია და დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, ხო? ეს ერთი. მეორე, რასაც საუბრობენ მან და არის ის, რომ რას მეკითხებოდი ბოდიში? ანუ ლიდერი ერთი არის, საჭირო თუ ერთიანობა არის. ხო, ეხლა მომგები რა არის? ერთი ლიდერი თუ ერთიანი? წინა იმასაც ხო გვტენიდნენ იქ, რომ უნგრული ოპოზიცია რო გაერთიანდაო, თქვენს გაერთიანდა. იყო სრული სისულელე, რაც მაშინ მათ შორის აი თუ სადმე ბრუსელის ჩარევა იყო, აი იქ იყო რომ რაღაცები იმიდან რა ქვია, ვერტფრენიდან ჩაუგდეს დღის წესრიგი გაერთიანდა მთელი ოპოზიცია, იქ უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები და საარჩევნოდ გავიდნენ ერთად და წააგეს. რაც ასევე ჩვენ იმას, იმიტომ რომ ალიანსი არ არის საარჩევნო გაერთიანება. ალიანსი არის გაერთიანება, ჩვენ ერთად კი არ შევდივართ, გიგი წერეთელთან ერთად კი არ ვაპირებ არჩევნებში შესვლას. ვაპირებ რომ ბრძოლის გზაზე, სადაც თანხმდებით, იქ ძალები გაერთიანო და არჩევნებში შევალ იმ ძალებთან ერთად, რომელიც ჩემს შეხედულებებს იზიარებს და შემიძლია რომ რაღაცა წყობრი დღის წესრიგი შევთავაზო, ხო, ადამიანებს. თუმცა აქაც ვცდილობთ, რომ სადაც შეგვიძლია ალტერნატიული თემების შეთავაზება, რომ ჩვენ როგორ მოვაგვარებდით მათ ეგზისტენციურ პრობლემებს და რა გვაქვს საერთო, აქაც მივახციოთ შეთანხმებებს. რაც შეეხება ახლა იმას, რომ აი ერთი ლიდერია საჭირო. ერთი ლიდერი კი არ არის საჭირო. საჭიროა რომ ჩვენ ვლაპარაკობდეთ იმ თემებზე, რაც ხალხს აწუხებთ. ვლაპარაკობდეთ განათლებაზე, ვლაპარაკობდეთ ჯანდაცვაზე, ვლაპარაკობდეთ ფასებზე. ამაზე გქონდეს დებატები. მე მინდა რომ ლელოსთან, მე მინდა რომ გახარიასთან დავჯდე და მქონდეს დებატები განათლების სისტემაზე, მქონდეს დებატები ჯანდაცვის სისტემაზე, მქონდეს დებატები ყველა იმ თემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, მილიონ რამეზე. ანუ ეს მინდა. ამას ხო არ აკეთებენ ისინი. ლელო და გახარია ხო დებატებში არ გიჯდებიან, ანუ ლელო არ გიჯდება, ნაყიდი ეთერი აქვს, იქ რაღაცებს ლაპარაკობს, კაცშვილი კითხვას არ უსვამს, ეს მდგომარეობა. ეხა იქნება ლელოს წევრი და ეს მდგომარეობა, ხო? არ გიჯდება შენ დებატებში, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს და ჩვენ რომ მაგაზე ვსაუბრობდეთ, შეიძლება გამოგვითვის, შეიძლება ისა კარგად ვილაპარაკო, რომ მოვაგროვო ამ საუბარში ხმები და ვაჯობო ის ვიღაცა კუპრაძე არის თუ ხაზარაძე არის, ვინც არის და გავხდე ერთი ლიდერი, მაგრამ შენ როდესაც რაღაცა ფულით ყიდულობ ტელევიზიებს, სათბურებად აქცევ შენი იმისა მინიონებისთვის და იქ დილიდან საღამომდე ისალაპარაკობენ, რომ ერთი კრიტიკული კითხვა არ დაესმით, როგორ უნდა აღმოცენდეს აქ ლიდერი, ხო? ზემოდან ქვემოთ ლიდერი ვერ მოახავ თავს, ხო? ჩვენ იქამდე რეები გვახსოვს, ხო? ცალკე იქ მელიას გაწევა, ხაბეიშვილის შემოწევა, ანუ ვიღაცა ზემოდან წყვეტს, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ პარტიის ლიდერი. რატო ირჩევენ იმ თავმჯდომარეს, რატო ირჩევენ ამ თავმჯდომარეს? ვერ იგებ, ხო? რა ნიშნით არის კუპრაძე მაგალითად, ეხა ლელოს გენერალური მდივანი, ეს ხო არ არის მიბმული ლელოს ამორჩეველზე, ეს გადაწყვეტა ასე მამუკა ხაზარაძე. ესე ლიდერები ვერ გაჩნდებიან. ლიდერი უნდა გაჩნდეს ქვემოდან ზემოთ. ლიდერი უნდა იყოს ბუნებრივად ლიდერი. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ფულის ტომარას ასიამოვნა და იმან ეთერში დასვა, ხო? და ესე მოხდა უნგრეთში. უნგრეთში ის კაც თავის ამოიზარდა და ის რაღაცა ვინმეს კი არ უყიდია მისთვის რომელიმე იმაში, რა ქვია, ეთერი და იქ რაღაცა სათბური, ტელესათბურები კი არ შეუქმნია, არა, თავისით იარა და ესეც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ვნახე 20 წელს რო ჩამოვედი სამეგრელოში არჩევნებიდან, სხვებისგან განსხვავებით მე ვიყავი კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ მანამდე ვერ ხვდებოდი, აი თითქოს ხო რაღაცა ჩვენ უკეთესები ვართ, რატო ვერ ვიღებთ ხმებს, იმდენს რომ ქართულ ოცნებას ვაჯობოთ, ხო? და იქ რო ჩავედი, ხო არის რომ რაღაცა დაავადება რო გაქვს და არიცი რა გჭირს და მოусვენ რა ხარ და გაიგებ მე რაც გჭირს და წყნარად ხარ, იმიტომ რომ მკურნალობ იმ დაავადებას, ხო? 20 წლიდან მე ვარ წყნარად, იმიტომ რომ ვიცი რა სჭირს პოლიტიკურ სისტემას, ვიცი როგორ არის გადაჭრილი პოლიტიკური დაშორებულია ხალხს მთლიანად. მოვიარეს 2000-ზე მეტი ოჯახი მოვიარე. მილიონი ნაბიჯი გავიარეო, არ მithვლია ნაბიჯები, მაგრამ ალბათ მეც გავიარე ერთი 300,000 ნაბიჯი სულ მცირე, არ ვიცი, არ ვითვლი ნაბიჯებს. მაგრამ ეგ არის რომ სახლიდან სახლში გადავდიოდი და როგორც ერთი შევედი ქოცთან, შევედი ნაცთან, ღრმა სამეგრელოში დავდიოდი თან, ხო? ბოკერია და ბოკერიას ძოლი თან, ანუ იოლი რეგიონი, ხო არის, ყველა 7% ავიღეთ იქ მაშინ, როდესაც 3.5% აიღო პარტიამ. ორჯერ გაუსწრო ბოკერიამ თავის პარტიას, იმიტომ რომ ეს ვაკეთეთ, ფეხით ვიარე ყველა
სახლში შევედი და ვისმინე იქ მე კი არ ვეუბნებოდი რომ ხმავა მეცით მეთქი. უბრალოდ ვუსმენდი და იქ ვხედავდი რამხელა გაუცხოვება. გეუბნებიან რომ ჯერ ეგერთით სულელი არ არის არავინ, იმას შეიძლება განათლება აკლდეს, მაგრამ თავისთვის ძალიან ჭკვიანია. გიყურებს და გეუბნება რომ შენ მარტო არჩევნების წინ გახსენდები. ესე იცით თქვენ. ანუ ბევრი ამბობს, რომ ეხლა იაროს ოპოზიცია მაშინ რეგიონებში. მე დავდივარ მაგალითად. მე დავდივარ ისო, მე არ დამინებებია თავი არასოდეს სამეგრელოსთვის და უკან ბრუნდები და ცოტა ხნის წინ ეხა იქ დევნილების უბანში ისევ რომ დამინახეს რომ გენოციდის იმას ვარიგებდით, გაგიჟდნენ კი ნახა, იმიტომ რომ უხარიათ ეს ყველაფერი, როცა არასაარჩევნო პერიოდში მიდიხარ, განსაკუთრებით უხარია. პროექტები დავიწყე, იქ ისე კი არ წამოვედი იქიდან. ხობშიც, ფოთშიც, სენაკშიც ახალგაზრდების გაძლიერების პროექტები დავიწყე. ფოთში ორგანიზაციაც კი დავაფუძნეთ, სანამ პოლიტიკურ პარტიაში წავიდოდი იქამდე, ხო? ანუ ახალგაზრდებისთვის, ანუ რომ დავინახე, რომ იქ რაც აკლდა, იქ გარკვეული, თქვათ, ესეთი თანმიმდევრული პოლიტიკა შემდეგ გავაგეთ. რა იყო საჭირო იქ გასაკეთება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა პირდაპირი ურთიერთობა. აი ჩაიხედე ტელეფონში, შენ ტელეფონში რომ ჩაიხედო, რამდენი SMS-ი გაქვს მოსული ბანკისგან, აფთიაქისგან, იმისგან რა ქვია, იმ სერვისებისგან, სუპერმარკეტებისგან, რომელსაც იყენებ. რატო გიგზავნიან SMS-ებს შენი აზრით? ანუ ტელევიზორში რეკლამის ფული ხო აქვთ? იმიტომ რომ საინფორმაციო ასიმეტრია მოშლილი აღარ იკრიბება ხო ოჯახი ტელევიზორის წინ 9 საათიან ნიუსის საყურებლად ხო ზუსტად ისე როგორც ბიზნეს ის მომხმარებელი ხო ამორჩეველიც არის თუ კი ბიზნესი აძლევს მაგჩევას რომ პირისპირ კომუნიკაცია გაწყობილი პოლიტიკურმა პარტიებმა ეგ როგორ უნდა ქნათ 20 წელს რო ჩამოვიდი ვერავის ვერ გავაგებინე რას ვლაპარაკობდი რაღაცა ლაივები ვაკეთე ვეძახდი პოლიტიკოსებს აი ვის ელაპარაკებით ვეკითხებოდი რომ ვინ არის ის ადამიანი ვისაც თქვენ ელაპარაკებით და გაქვთ თუ არა ბაზა მონაცემთა ბაზა ამ ხალხის პირდაპირ კონტაქტი ვერ იგებდნენ საერთოდ რასტყუარ. ეხა იგებენ. წინ წავედით, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ეგეთი ურთიერთობა. ეხა არის 20-25 ხო? 6 წელი გავიდა. რამდენად გაზარდეთ თქვენი პარტიის ამორჩეველი. ჩვენ მაგის მერე ევსაკებში ვიყავით, ევსაკებში თბილისში ავედით 7%-მდე, თბილისში 5%-მდე და მე ჩაერთო ეგრევე ოლიგარქიული სისტემა და ჩვენ გავეთიშეთ, ხო? რეალურად იმას, იმიტომ რომ შიგნით აყირავება მოგვიწყვეს. რეალურად ჩვენ პრაიმერიზი გქონდა ჩატარებული დემოკრატიული, სწორედ იმიტომ რომ ხალხთან ბმა დაგვეჭირა. იმიტომ რომ ის ადამიანი რომ დგება და არჩევნების მოსაგებად საჭირო არის მილიონზე მეტი ხმა საქართველოს. გავიგე, უბრალოდ მე ჩემს პარტია ამიტომ ვაკეთებ. მილიონზე მეტი ხმა რო არის საჭირო, ძალიან კარგად მიდის ჩვენი პარტიის საქმე და ზუსტად ვიცი რომ ახლა ამ სიტუაციაში რო გავიდა არჩევნებში, სადღაც 10%-ს ავიღებ და ქართული ოცნება უკვე რო დამარცხებულია, მან რო გავიდა ქართული ოცნების ამორჩევლების რაღაც ნაწილი რო მემომცემს პირადად ხმას, ეგეც ზუსტად ვიცი და ზუსტად ვიცი რომ მეტის აღების შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ ეს ხო არ არის საკმარისი, ამიტომ ვარ ალიანსში და ამიტომ ვცდილობ რომ გამოგვივიდეს ერთობლივად რაღაც რომ სინერგია მივიღოთ და სინერგია მე მილიონზე მეტი ხმა აგვაღებინოს მილიონ ნახევარი ხმა გჭირდება. თქვენ ახსენეთ რომ აი მადიარის მესიჯები იყო იმ თემებზე რაც ხალხს არ დაწერს ხო კორუფცია ასე შემდეგ მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ მადიარის გამარჯვების ფორმულა იყო არა მარტო ეს არამედ ის რომ ის იყო კონსერვატორი მემარჯვენე პოპულისტი და დაახლოებით ისე ლაპარაკობდა როგორც ორბანი ხო რაღაცა ქალია კასაცია და ასე შემდეგ არა ეგ არის არა თავარი რა არის რომ ნაციონალიზმი განსაზღვრა სხვანაირად ჩვენც მაგას ვაკეთებთ ხო ეხლა რომ ის კი არ არის კობახიძე კი არ არის პატრიოტი და კობახიძე კი არ არის დედაენის დამცველი კობახიძე არის დედაენის მტერი დედაენის დამცველები ვართ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის გზას ჩვენ ვაგრძელებთ იაკობ გოგებაშვილის გზას და ეს გვაქვს ხო აი გამარჯვების გზამკვლევი ვის ხედავთ აქ თქვენ გორგასალს რატო ხედავთ გორგასალს იმიტომ რომ გორგასლის ანდერძში წერია ნუ შეურაცხყოფთ სახსა ჩვენსა და ნუ დაუტევებთ სიყვარულს გზასა ბერძენთასა სიყვარულს ბერძენთასა ორი ვერსია არსებობს ხო ეს არის ჩვენი დასავლური ორიენტაციის ერთგვარი ფორმულა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი შიგნით რო გადაშლი ვის ხედავთ მარომაყაშვილს რატომ ეხატა 2018 წელს მარომაყაშვილი იმიტომ რომ სხვებს ვერ ვაგნებინებდი მაგრამ მემარჯვენე პოპულიზმი ხო ცოტა სხვა რამეა არანაირი მემარჯვენე პოპულისტი ის არის ხო ის მან ნაციონალიზმი განსაზღვრა როგორც ის რისიც მას ჯეროდა და ეს უნდა გავაკეთოთ ზუსტად ეს ნაციონალისტური დროშაც უნდა წავართვათ პატრიოტიზმის დროშაც უნდა წავართვათ დამოუკიდებლობის დროშაც უნდა წავართვათ ეხა ხომ ასე გველაპარაკებიან რომ დამოუკიდებლობას იცავენ დამოუკიდებლობას კი არ იცავენ დამოუკიდებლობას კარგავთ დამოუკიდებლობას ვიცავთ ჩვენ იმიტომ რომ დამოუკიდებლობა გადარჩება მარტო დასავლურ ცივილიზაციაში ვერ გადარჩება ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთის პირისპირ ამას ადასტურებს ჩვენი ისტორია ამას ადასტურებენ ჩვენი ეროვნული გმირები აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ პატრიოტები ჩვენ ვართ დამოუკიდებლობის დამცველები, ჩვენ ვართ რეალურად ქართველი, კარგი გაგებით ნაციონალისტები, რომლებიც ვებრძვით რუსებს.
ესენი არიან რუსები. მაგრამ ლიბერალები ხართ და ვიღაცების ის მოიგონა რომ კასიკური ლიბერალი ვარ, საიდან მოიგონა რომ ლიბერალი ვარ? ეგ რაღაცა ნუგადი მოგვაქვს ეს რაღაცა ამერიკული რაღაცა გაგებით ისენი, ანუ მეც, ლევან რამიშვილიც, გიგა ბოკერიაც ვართ კლასიკური ლიბერალები, ანუ რესპუბლიკელები ვართ ხალხო ჩვენ. არანაირი რაღაცა ვოუკ ლიბერალები ჩვენ არა ვართ და გენდერულ კვოტებს ჩვენ მხარს არ უჭერთ და რა ვიცი მე, აბორტის წინააღმდეგები ვარ და რანაირი ისა ვარ, რა ქვია, ვოუკი ვარ, ხო? მე ეგ არის სრული აბსურდი. ატყუებენ ხალხს უბრალოდ აი ამ ტერმინების აღრევით და ამაში არც უნდა შევიდეთ ჩვენ. ჩვენ და შევიდეთ იმაში, რომ ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლები და არა ესენი არიან სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის გზის გამგრძელებლები და ამაზე უნდა ვისაუბროთ და ამასთან ერთად უნდა ვანხილოთ რეჟიმი და ამის მიღმა რაც მთავარია, რაც უნდა ვაკეთოთ, უნდა ველაპარაკოთ თითოეული მათგანის ცხოვრება სასიკეთოდ როგორ შეიცვლება ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში. მადლობა. თამარ ჩერგოლეიშვილი იყო ჩვენი პირველი. კარგად წაიკითხე, აქ უბრალოდ შეცდომა ერთი და მე გეტყვი რა შეცდომა. მადლობა. თამარ ჩერგოლეიშვილი. ახალი დაიბეჭდა. თამარ ჩერგოლეიშვილი იყო პირველი სტუმარი, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენ ველოდებით შემდეგ სტუმარს გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოსთვის ასევე ერთ-ერთი ლიდერი. მამდა გეტყვით რომ პიტერ მადიარს უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ესაუბრა უნგრეთი ევროპის გულში დაბრუნდა ამბობს ქალბატონი ურსულა, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო, ეს პირველ რიგში უნგრელი ხალხის მომენტს წარმოადგენსო დაწერა X-ზე ქალბატონმა ურსულამ. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით პიტერ მადიართან სატელეფონო საუბრისას სასწრაფო პრიორიტეტული საკითხები განიხილა. წინ სწრაფი სამუშაო აღდგენისთვის, გარდაქმნისთვის და რეფორმებისთვის, კანონის უზენაესობის აღდგენა, გარდაქმნა ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების შესაბამისად რეფორმები, რათა ევროპული ინვესტიციები შეთავაზებული შესაძლებლობები გაიხსნას. როგორც Financial Times-ი წერს, ევროკომისიამ ახალ ლიდერს მადიარს მოთხოვა დაახლოებით 27 პირობის დაკმაყოფილება იმისთვის, რომ დაბლოკილი 27 მილიარდიანი დახმარება, უბრალოდ 35 მილიარდიანი დახმარება დაუბრუნდეს უნგრეთს 27 პირობის დაკმაყოფილება მოუწევს. აქ არის რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა და აქ არის ბუნებრივია უკრაინის საკითხთან, უკრაინასთვის გამოხსაყოფ სესხის არ დაბლოკვა უნგრეთის მიერ. გრიგოლ გეგელია შემოგვიერთა ლელო ძლიერი საქართველოს მოგესალმებით გრიგოლ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და პირველ რიგში თამარ ჩერგოლეიშვილის წუხილი მინდა გადმოგცე, რომელიც ეხა წუხდა აქ, რომ ლელო და გახარია დებატებში არ გვიჯდებიანო, მინდა მათთან განათლების რეფორმაზე რაღაცებზე ვილაპარაკო და ორივე პარტია უარს ამბობს დებატებზე. რატო ეუბნებით უარს დებატებზე? არ ვიცი, პირველ დღეს ის წარმოდგენა არ მქონდა თუ ესურდა ქალბატონ თამარს. მე პირადად თუ ჩემი მიმართულებითაც სურს არა პარტიაზე არის საუბარი. ხო, არა, დარგები ახსენეთ თქვენ. თუ სურს იმ მიმართულებითაც დებატი, იქნება ქალბატონი თამარი თუ სხვა, იმ მიმართულებითაც რომელთაც მე მაგალითად მუშაობ, რომელიც მე ყოველთვის ეგ რომელი მიმართულება? საგარეო, ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკური საკითხები, ევროკავშირი, ბევრი საკითხი შეიძლება იყოს, რომელიც ჩემთვის უფრო ახლოს არის ორგანულად და გავკადნიერდები და უფრო მეტ, თქვათ, ჩართულობაში შევალ მათ შორის დებატში, ასე დიდი სიამოვნებით თუ ვინმე სურს. კი ბატონო, შევეცდები ამის დაუბრუნებას. მე იმასაც ვუხარ, აი რუსთავი და იმედი რომ აწყობენ რაღაცა დებატების რაღაცა მაგვარ ზოგჯერ უფრო დებატ ზოგჯერ ნაკლებად და როგორ ხედავთ არ ვიძახიან, ხო? რატო? თქვენ საერთოდ არ გეპატიჟებიან? მე მეგონა უარი თქვით. არა, მე ვიყავი პირველი მის გამოეხმარო ლელოს სახელით და თქვა ძალიან მკაფიო და ყოველთვის მზად ვართ ვედებატოთ. უბრალოდ მათი მოლოდინი არის არ იყო, რომ ჩვენ ამას ვიტყოდით და მე სხვა ხრიკებით სადეს ფონს გასვლა. აი, ამეთ ეს რახან თემა შემოვიდა, ამეთ ეს საშუალებითაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვედებატებოდი კობახიძეს, ბოჭორიშვილს, მახაშვილს და ვინც არიან მაგალითად საგარეო პოლიტიკაზე. თუნდაც სამივეს ერთად ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ქრონომეტრაჟში. მე უძღვერი ვარ, იმიტომ რომ ჩვენთანაც უარს ამბობენ დებატებში და ისეც მოსვლაზე. ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ თავარ თემას. ეს არის ორბანის დამარცხება და როგორ მოახერხა მადიარმა ამის გაკეთება და მთავარი კითხვა არის რა უნდა ისწავლოს ქართულ ოპოზიციამ მადიარის წარმატებისგან. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველი, უნდა ისწავლოს ის, რომ რეალურად ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა. აი ეს რასაც ძალიან ხშირად ამბობს ქართული დემოკრატიული ძალების ნაწილი, რომ იცით რაღაცა მათ შორის ქალბატონი ჩერგოლეიშვილიც, რომელიც ჩემთვის მზადდებოდა, შეიძლება ეს თქვა, მე ვერ უსმინე მას. აი ეს ფილოსოფია, რომ იცი რა, რეალურად
საერთაშორისო წნეხი და პროცესი თავად მოიტანს რაღაცას, ხო? რაზეც მე მას ერთხელ უპასუხე, რომ ივანიშვილი არ გახსნის. არა, ის ამბობს პირიქით რეგიონებში სიარული ამომრჩეველთან ლაპარაკი და მათთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი არის შედეგის მომტანი. ამას საუბრობდა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არჩევში არ გახვედით, არ მიიღე მონაწილეობა, არჩევთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ასეთი, რომ არჩევნებს ასეთ ვითარებაში, როცა ყალბდება არჩევნები, გასვას აზრი აქვს, მაშინ როცა შენ არჩევნებამდე უკვე დამარცხებული ყავს ოცნება, ისეთი ძლიერი ხარ. ისეთი ძლიერი ხარ, რომ არჩევნებამდე უკვე ფაქტობრივად როგორც ეს მოხდა მაგალითად 90 წელს, როცა კომუნისტები დამარცხდნენ. კონკრეტში ბოლო წუთამდე არავინ არ იცოდა საით გადაიხრებოდა და მეტიც თუმცა ახლა ყველა გამოკითხვა ჩვენებდა საით გადაიხრებოდა ხო? გამოკითხვები ანუ დიდი უპირატესობა ანუ აქ საუბარი აზია იცი რომ ანუ იმ ხელო უპირატესობა უნდა კონდეს რომ გაყალბებაც ვეღარ უშველოს ხელისუფლებას ამაზეა საუბარი. მიხარია რომ ოპოზიციის ნაწილი ამაზრზე მაინც გადავიდა ეს კარგია დადებითი ძრა არის იმიტომ რომ სულ რაღაც 2-3 თვის წინ იგივე ადამიანები ამბობდნენ რომ არჩევებში არ უნდა გახვიდე იგივე ადამიანები არჩევებს რომელშიც მოგება შეიძლება და უწოდებდნენ რუსულ სპეცოპერაციას ანუ მაგათ ძალიან მარტივად გეტყვით პეტერ მადიარს ამ ლოგიკით რომ ევლო რითაც ბოიკოტის თემა იარეს 2025 წელს დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ისევ ვიქტორ ორბანი აი ეს არის მარტივი წარე მაგრამ მარტივი სიმართლე ხო პეტერ მადიარი შევიდა ბრძოლაში რომელიც იყო სრულიად უთანასწორო აი რატო ფაქტები შევხედოთ ხო ჩემი ინტერპრეტაცია კი არ მინდა იყოს ფაქტები შევხედოთ მედიის 80% იყო ორბანის ხო ათობით მილიარდი იყო რეალურად ჩაჯიბებული ორბანის მიერ პოლიტიკური სისტემა მთლიანად იყო მოწყობილი ერთ პარტიაზე ფიდეშზე ხო მთლიანად იყო გადაფორმებული 16 წლის განმავლობაში 2010 წლის კონსტიტუციით იყო მთლიანად მორგებული ფიდეშზე ანუ მართლ პარტიაზე ორბანის პარტიაზე სასამართლო იყო მთლიანად ვიქტორ ორბანის მიერ კონტროლებული ბიზნესები და კიდევ რომელი ერთი ჩამოთვალო ხო ანუ უნგრეთი იყო მთლიან პრივატიზებული და ეკუთვნოდა ერთ პარტიას ფიდეშს და მის მამამთავარს მის პატრიარქს ვიქტორ ორბანს აი ასეთი ტიპის რეჟიმის წინააღმდეგ რომელშიც კიდევ ერთი აი ამაზე თვალსაჩინო რა არის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იმისთვის რომ ფიდეშს ანუ მართლ პარტიას მოეგო მას ჭირდებოდა 42-45% ხმის იმისთვის რომ ოპოზიციას მოეგო მას ჭირდებოდა 55% ხმის აი სისტემაში წესს ვამბობ სისტემის ხო ესეთი ხო ეს მაჟორიტარიზება ჩვენთან კიდე აღარ არის აღარ არის მანდატს განსხვავება მადლობა შეხსებისთვის ანუ ჩვენთან არის სრულად პროპორციული წესი ხო და უნგრეთში არის შერეული და ძალიან მაგრამ მადიერმა გადატეხა მთელი სისტემა მაგის გარდაც ხმების რაოდენობა რომელიც გჭირდება 42% გჭირდება თუ იყავ ფიდეში, ანუ მართველი ძალა, 42% გჭირდებოდა რომ მიგეხო იმდენი სკამი პარლამენტში შეგექმნა ძალიან დიდი კომფორტული უმრავლესობით ეროვნული ხელისუფლება და 55% გჭირდებოდა თუ იყავი ოპოზიცია, ანუ აქაც კი ასიმეტრია იყო. გავიგეთ ეს ყველაფერი დაძლია ამ ერთმა კაცმა გადატეხა წელში სისტემა და 20 ხო, მაგრამ აქ თემა ისაა რომ თქვენ რამდენად ახერხებთ ამას რა? ან რატო ვერ ახერხებთ სისტემის გადატეხვას? 2024-ში ხო შეხვედით ყველანი 2024-ში ყველანი შეხვედით არჩევნებში არა არჩევნებს იასარ ბოიკოტი ხო არავინ არ გამოუცხადა მაგრამ ვერ მოახერხეთ ამ სისტემის გადატეხვა წელს უნგრეთში შევიდა ყველა მაგრამ 4 წლის წინ ვერ გააკეთეს მან გადმოვალ მან ბევრი რაღაცა მარტო ის არა შეხვედით თუ არა ხო მან ისიც არის მათ შორის როგორი მომენტი აქვს ქვეყანაში ხო კონკრეტულ არჩევნებში ხო რაღაც მომენტში შედიხარ ხო რაღაც მომენტის პასუხად შედიხარ ხო მაგალითად ის მომენტი რომელიც იყო აი ხო შექმნილი შემოდგომაზე ხო არ უნდა გაგვაშვა ხელიდან ეს იყო სისულელე მაპატიეთ მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე ხო ადგილობრივ არჩევნებში არ იცვლება ხელისუფლება მოდი ხა ჩვენ ვისაუბროთ ხელისუფლების შეცვლაზე ხელისუფლება არ იცვლება მაგრამ ძალიან დიდი ბზარი გაუშვებოდა პოლიტიკურ რეჟიმს თუ ის წარგებდა 5 ქალაქს თან ქალაქებს რომელიც მისივე დათვლით ერთი წლით ადრე მოვიგეთ მე რა ამას აქ ჩვენ ხوار ვიგონებდით ხოცური არჩევნებითაც კი მოვიგეთ ეს ქალაქები მოვიგეთ და მე ერთი წლის თავზე იმიტომ რომ ვიღაცება თქვენს ეს რუსული არჩევნებია ამაში არ შევა და იგივე შეძლო მადიარს ეთქვა რა ვიცი ორბანზე რუსი ვინ არის ვერ გამიგე პირდაპირ ამბობდა კაცი რომ პუტინის ის ვარო ხო თაგვია ხო და რეალურად ხო პუტინის მაგაცი იყო ხო და ეს არ ამბობდა ანუ კომპრომატები გამოუქვეყნეს ფაქტობრივად ხო გამოდის ანუ ამ არჩევნებში ითამაშა როლი არჩევნების წინ კომპრომატ ბევრ რამე ითამაშა და მათ შორის
კომპრომატების გამოქვეყნება, როცა ეს ჩანაწერები დაუდეს. მეკითხავთ დაღლა კიდევ აი მარტივი მაგალითი 2025 წლის შემოდგომაზე უფრო მეტი დაღლა არის ხო და უფრო მეტი ანტიპათიები 2024 წელს რა თქმა უნდა იმიტომ რომ 2024 კარგი ეს ჩავლილია ხა ეხა მომავალში რა უნდა გააკეთოთ ამაზე დღესაც და გუშინაც რომ იგივე უაზრობას ვკითხულობ ძალიან პირდაპირ და ხისტი ვარ შეიძლება მაგრამ მინდა ვიყო იმიტომ რომ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება ბიცინა ივანიშვილი ძლიერდება ამ შეცდომებით და ეხლა რამდენი ხანი უნდა ვიждე ჩუმატა ვუყურო რომ იმას ესე არ ვთქვათ იმაზე ასე არ ვთქვათ რაღაც გაუფრთხილდეთ და თვითონ მაპატიეთ მაგრამ ჩემი ძვირფასი კოლეგები ზოგიერთი გამოდის და იგივე რაღაცებს თავაზობს ჭეშმარიტება თავის შეცდომებს თავაზობს ჭეშმარიტება იმპერატიული ტონით და მე თუ სწორი მგონია ჩემი თავი და ვარ და აჩვენა პრაქტიკამ რომ ვარ სწორი მე თურმე ღალატის აქტში შევდიოდი და კოლაბორაციაში და თვითონ თავის მსტარ ლოგიკას რომელთაც ივანიშვილმა იხეირა მაპატიეთ და რაღაცა უხეშად არ ვიცი ახლა უხეშად გავიგეთ ამ თემაზე ხო ვერ შეთანხმდებით ახლა რა არ საუბარია მომავალში რა უნდა გააკეთოთ და მომავალი აქ არ არის 2028 წლის არჩევნები მალე მოვა ნუ გასაგებია ხო ადამიანთა არჩევნები თუ დაინიშნა ფათემარი მაგრამ ამ არჩევნებში რომ იგივე არ მოხდეს რაც 2025 საერთოდ არ არის ახლა მაგალითი საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკობთ რაც 2028-ში მოხდა მონაწილეების მაგალითია მას ყველა არჩევნზე შეგერება უსამართლო რომელიმე არჩევანი სამართლიანი იყო კიდევ მეორე საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში იცვლება ხელისუფლება ამაზე არ ლაპარაკი ამიტომ ვადარებ 2024-ში რაც მოხდა იგივე რო არ მოხდეს 2028-ში ან თუ მანამდე დაინიშნა ამისთვის რა უნდა გააკეთოთ რომ პიტერ მადიარის წარმატება გაიმეოროთ გააქვთ ამის შანსი რა უნდა მოხდეს იმიტომ რომ იქ ნახე რა მოხდა ოპოზიციის გაერთიანება რადგან ჩავარდა ეს პროექტი 2020-ში წინა არჩევნებზე უნგრეთში თუ როდის იყო ახლა ზუსტად აღარ მახსოვს თარიღი 22-ში გამოდის ხო შესაბამისად ეხლა სხვა რა მოხდა ერთი ლიდერი გამოჩნდა რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა თავის დროზე გამოეყო მაგრამ კოალიცია ჩავარდა კი ბატონო ეხლა ერთმა ლიდერმა იმუშავა ახლა ჩვენ ესეთი რამე გვჭირდება რომ ერთი ლიდერი გამოჩნდეს ახალი და იმან იმუშაოს უნდა თუ რამე სხვა გეგმა გაქვს ერთი გამოჩნდება თუ ერთი იქნება თუ ხუთი იქნება ეგ არ არის არსებით ეგ ყველგან განსხვავდება ხო ზოგან ერთი იზამს ზოგან არ ვიცი ორი იზამს ზოგან 20 იზამს თავარი ლოგიკა ხო ჯერ თქვენებად შევხები 24-ში რა დაგვაქვს ხო ძალიან მარტივად და იგივე უნგრული მაგალითი ჭრილშიც მაგრამ ისედაც პირველი ხმის დაცვა რაც ყველამ ვიცით და მრავალგზის თქმულა და მეორე საკმარისად დიდი უპირატესობით გამარჯვება რასაც მე ვამბობდი ასევე გუშინწინა იმის წინაც ხო რომ მადიარმა რეალურად შეძლო რა საკმარისად დიდი უპირატესობის გაიმარჯვა ხო ნახეთ ერთი ძალიან საერთო რაღაც მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს როდესაც ხმების გამოსვლა დაიწყო აი პირველად რომ გამოვიდა ბუმულიო გამწელდა და 3% დათვლილი ხო და მე იტვირთებოდა ზედ ხო ზუსტად მაგ მომენტში 5 წუთის განსხვავებით მართლმა პარტიამ ორბანის პარტიამ გააკეთა განცხადება რომელშიც თქვა რომ ოპოზიცია აყალბებდა არჩევნებს რატომ ეს შემთხვევით კი არ გავაკეთებიათ იცოდნენ რომ ან წააგებდნენ ან ძალიან ახლოს იქნებოდნენ ხო შეიძლება 2-3% ყოფილიყო განსხვავება ხო ძირითადად იგი მართლ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის ამიტომ დაიზღრეს თავი და თუ კი იქნებოდა მცირე განსხვავება და მთელი სასამართლო მათი იყო მთელი სისტემა მათი იყო უჩივლებდნენ ამდენიმე უბანზე რაღაც საქმეებს შეკერავდნენ და ფიქრობდნენ რომ აი წკაპზე რასაც გვია გაძურებოდნენ ხო ცოტათი მაგრამ რა მოხდა იმედენად გავარდა ტისას ხმა ან ოპოზიციის ხმა იმედენად გაასწრო 40% მე მახსოვს 27% იყო დათვლილი უკვე იყო 2.5 ჯერ მეტი ხმა ოპოზიციის მხარეს ხო 59 130-ზე იყო საპარლამენტო სკამების ზიგი ურთიერთმემართება ხო მანდატების ურთიერთმემართება რაოდენობა და უკვე ამ დროს 40%-ს რომ მიარტყა უკვე და რომ იზრდებოდა მხოლოდ ვიქტორ ორბანმა აიღო ტელეფონი და ურეკა და მიულოცა რატომ იმიტომ რომ საკმარისად დამაჯერებელი უპირატესობა გამოჩნდა ხო და აქ რა უნდა ხდეს ოპოზიციამ რომ ასე დამაჯერებელი უპირატესობა ქონდეს ამას გეკითხები პირველ რიგში შეწყვიტოს იმის სახელი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, იმიტომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ამას არ ამბობენ კაცო, პერიკედი გვარამიამაც თქვა რომ არჩევნებს უნდა მომემზადოთ თამარ ჩერგოლეშვილიც ამბობს არჩევნებს უნდა. ანუ და ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებამდე უკვე მოგებული გქონდეს. ამ არის ამას ლაპარაკი. მადიარის შემდეგ ამბობენ ამას? არა, გვარამია რამდენი ხნის წინ დაიწყო მას ლაპარაკი და მე მის მიერ კრიტიკას წამოვიდა ამის გამო, ხო? მახსოვს კი ბატონო, კი დაახლოებით ერთი წელი, კი ბატონო. ხო, ამას კი, ანუ არჩევნებში მონაწილეობას არ უარყოფ, ამბობენ რომ გააჩნია ოპოზიცია რა ფორმაში მივა არჩევნებამდე. ეს არის გადამწყვეტი. ერთი ეგ, მაგრამ არა, გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი არის ხალხთა მუშაობა პოლიტიკაში ყოველთვის. აბსოლუტურად, მაგრამ
თუ აი ეს მავნე ლოგიკა, რაც შენ ნახეთ, დიდი ბოდიში ნახეთ და ის რომ დღეს ვზივართ ქალაქში, რომელსაც მართავს 20%-იანი კოცი, აი ეს კორუმპირებული თაღლითი კაცი, აგერ ქუჩის გადაყვაროსის ეგერ საერთაშორისო მოედანზე, ხო? ეგ არის მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ძალების ნაწილის ბრალი. და მე ამაზე ვერ შევწყვეტ მარტივად საუბარს, იმიტომ რომ კიდევ რა უნდა თუ რაღაცა გასწავლონ და მიგითითონ, ეს ბოდიში, მაგრამ არ მოსულა. სენს გამოვიყენებ, არ მოსულა, იმიტომ რომ როცა მეუბნები, რომ იქ პოლიტიკური ლეგიტიმაცია დაიდება რეჟიმის და 2 დღეში გადათქვეს. რატო არავინ არ ეკითხება? ხალხს ვაშინებდნენ, რომ ლეგიტიმაცია მოხდება რეჟიმის თუ მიყოლ არჩევნებზე 2 დღეში იგივე სტუდიებში დაჯდნენ. არა, რეჟიმი ლეგიტიმური არ გამختاراო. გამარჯობა. მე იქამდეც ვამბობდი აგვისტოში რომ ამით როგორ შევალ რეჟიმი გეკითხები მომავალში რა უნდა ვქნათ მეთქი გრიგოლ გეკითხები მომავალში რა უნდა ვქნათ მომავალში თქვა უნდა ვისწავლოთ ხო და კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო აი უნგრეთის წყალი გადაგვესხასო და მე გუშიას უნგრეთის ტვინი გადაგვესხას ახლა იგივე ხალხი რომ მეუბნება უნგრეთის წყალი გადაგვესხასო რომელიც მიმფხიცებდა რომ არჩევნებში თუ შეხვალ რუსულია გაყალბებულ სისტემაში რა აზრი აქვს და ეხლა მადიარი მოსწონს მოდი ჩამოვყალიბდეთ რა ან ერთი გზა უნდა მოგეწონოს ან მეორე მე მადიარის გზა იმიტომ მომწონს რომ მაგზის წამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მეც თვითონ ხო მაგზის რომ კი რთულია კი ძნელია არ ვიცი რომელიმე არჩევნები გავყალბებდი ისაც გახსოვს მე რა აი ჩემზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოცდილება გაქვს და ჟურნალისტური მით უმეტეს ხო და მრავალი წელი გავყალბებელი არჩევნები ამ ქვეყანაში გახსოვს ხო არა და მაგაზია ლაპარაკი რომ მაგაზია ლაპარაკი რომ არჩევნებში შენ იგებ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად გაქვს არა რაღაცა 5 და 10%, ანუ ლამის 20%-იანი უპირატესობა. 100-ია სამწუხაროდ მოწყობილი, ხო? საკმარისად დიდი უნდა იყოს. ხო, საკმარისად დიდი უპირატესობა, როცა ამაზე სამე მაგაზე იყო დავა იმ 2025-ის არჩევნებზე სამხელო უპირატესობა გექნებოდა თუ არ გექნებოდა. მაგაზე ბევრ რამეზე იყო. მანდ იყო, ახლა უბრალოდ აღარ მინდა 2025-ზე ლაპარაკი წარსულიემ. მაშინ იყო დავა იმაზე, რომ ერთი თუ პარლამენტში არ შეხვედით და ამბობდით, რომ არალეგიტიმურია ყველაფერი და არჩევნებს არა აქვს აზრი ერთი წლის წინ მერე რატო ეუბნებოდით ისევ არჩევნებში წავიდეთ ეს რამდენად თანმიმდევრული იყო ანუ ბევრი კითხვა იყო ბევრი კონკრეტული პრობლემა ჰქონდა მაგარჩევს უბრალოდ არ მოყვები მაგაში იმიტომ რომ ეხა იმ წარსულზე აღარ მინდა ლაპარაკი დროს წაიღებს და მინდა მომავალზე ვილაპარაკო არა ეხა მადიარმა მოიტანა თუ რაღაც დროს 25 არჩევნები მაგრამ იმას ჰქონდა ლოგიკა მაგრამ ნახე რატომ არ შემოდიოდენ 25-ის არჩევნებში ჩემთვის შენ ამბობ რომ არ ჰქონდა ლოგიკა გავიგე არა 30-70-ზე იყო განსხვავება ხმებში და რანაირად გავიგე კაცმა იგივე ხმები რომ მიიღო ერთ წელს ადრე სულ სხვა პროცენტია ეს მომენტ არითმეტიკული ფაქტია. კიდევ ამ თემაზე შემიძლია დიდხანს გეკამათო მე განსხვავებული აზრი მქონდა თქვენგან, მაგრამ ეხა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ეს აღარ არის წარსული იმიტომ. გავიგე, მაგრამ ეხა ხო აღარ არის განსხვავება მაგ თემაში. ყველა ამბობს რომ მომავალ არჩევნებში უნდა შევიდეთ, უნდა შევიდეთ ისე რომ პიკში იყო ფორმიზა. თუ პიკში არ იქნები ფორმის, თუ რა აზრი აქვს, ხო? რა აზრი აქვს ამ არჩევნებში შესვლა. ხო, თუ პიკში არ იქნები ფორმის და არ გექნება დიდი უპირატესობა, მაშინაც შეიძლება აზრი აღარ კონდეს არჩევნებს, ხო? ამიტომ როგორ შევდიხართ ამ არჩევნებში? ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში ეს იყო ჩემპიონატი მადიარამდეც და ყველაფრის გარეშეც ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში ბრძოლა. თუ ხარ პოლიტიკაში უნდა იბრძოლო. გავიგე. მან შეიძლება იყოს განსხვავება. არ ირჩევ, აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ძალიან მარტო შევიკრო, აი მე პოლიტიკურ პროცესში ვარ, იმიტომ იქ ეთერში მივდივარ, იქ აქციაზე მივდივარ. რამეც კი არ ვაკნინებ, ვითარც აქციას, ან ეთერს, ან სხვა, მაგრამ პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე თუ იტყვი პოლიტიკაში უარს შენ იტარებ ხარაკის. არა, პოლიტიკური ინსტრუმენტია ქუჩას. მე ამას არასდროს ყველაფერი აქციას პოლიტიკური ინსტრუმენტია, ქუჩას პოლიტიკური, ყველაფერი პოლიტიკური ინსტრუმენტია. მაგრამ პოლიტიკას აქვს თავისი ასევე პროცესები, ინსტრუმენტები. თქვა ხარ გამოგონილა პარტია, თქვა არ გამოგონილა პარლამენტი, ეს კაცობრიობა მივიდა აქამ ამ ფორმებამდე, როგორც პოლიტიკის გამოხატულებებამდე, ხო? ამ ფორმებში ვსვამ პოლიტიკურ პროცესს, თორე ბევრი ხელოვნებად პოლიტიკაა მასე, ხო? შეგიძლია ძალიან მაგარი ხელოვნების იმუშით პოლიტიკური შინაარსი დააფიქსე და ბევრად უფრო მეტი საქმეც გააკეთო 100,000 კაცს მიწვდე შენი პოლიტიკის ეს იგი ხელოვნების ნიმუშით მაგრამ პარლამენტიც შევქმნით კაცობრიობამ თუ ვიღაცები გვჭირდება ვინც კანონს დაწერენ ფისკალურ პოლიტიკას გასაზღვრავენ გრიგოლ თუ ასე ფიქრობდი ის არჩევნები იყო ეროვნული მთავრობის არჩევნები პარლამენტში აი ეს თქვენი არის თანმიმდევრულობაა მაგაზია თორე არ მინდა ამ თემაზე დებატები არა დებატი არ მინდა ეხლა ვადგენ რა უნდა ვქნათ მომავალში ვამბობ რომ აი ამ კატასტროფულ სისულელეს თუ ვინმე კიდევ ჩაიდენს ეხლავე ვამბობ ამიტომ ძალიან მკაფიოდ და ძალიან ვდანობ რომ წარსულში შევა არ ვიყავით ყოველთვის ისე მკაფიო ეხლა ვართ ეს არის კატასტროფული სისულელე რაც დაგვემართა 25 წლის შემოდგომაზე და აღარ ჩავიდინოთ მე ხო მაგრამ ჩემთვის კი არ ვიტყო ამას
ბრძოლა სჭირდება ეს. ივანიშვილის პოლიტიკურ გადაშენება სჭირდება, ის როგორც აგერ ორბანი გადაშენდა. ივანიშვილზე უფრო ჭკვიანი, უფრო გავლენიანი, უფრო ძლიერი. აღარ არის. ეს კი გამოგლეჯვადი ყოფილა. იმაზე ხო არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეხა თამარ ჩერგოლეიშვილი და ნიკა გვარამია რას გადაწყვეტს? არა, არც არის და არც იქნება. ისინი რას ჩაიდგნენ? მე მინდა რომ თქვენი პრობლემა. თქვენ თუ მიგაჩნია არის ივანიშვილის დამარცხების შანსები, თორე საერთოდ არ მაინტერესებს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ბატონი გვარამია რას გააკეთებენ? მათი საქმეა. მადიერმა რა გააკეთა? მაგრამ ივანიშვილი თუ დარჩება, ჩემი საქმეც არის. ვიღაცებს კი არ ეხოცებოდა მადიერო, ჩემთან ერთად არჩევნებში შემოდითო და ასე შემდეგ. რასაც თქვენ აკეთებთ. არაბოდა თქვა რომ მე ვარ საკმარისად ძლიერი წავალ და მოვიგე. მე არ საფესო ვეხვეწები, მე ვამბობ თუ შეგიძლია. რა თქმა უნდა, ყოველს გავაკეთებ, რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმს, მაგრამ მე არ საფესო ვეხვეწები, მე ვამბობ რა არის სწორი. და მე ახლა ვესაუბრები საზოგადოებას, ხო? მარტო ჩვენ კერძო საუბარი ხო არ არის. ხალხს მეუბნები, მე რა მგონია სწორი. და ასე მეუბნები, ვის რა გონია სწორი. და მე ვურჩევ, რომ ეს გზა, რომელიც მე სწორი მგონია, დადასტურდა უნგრეთში, როგორც სწორი, ხო? ანუ რასაც ლელო ამბობდა მთელი ამ წლის განმავლობაში, ნახეთ და თან სად ვნახეთ? სადღაც კი არ ვნახეთ. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი მაგალითი ავტოკრატიული რეჟიმისა უნგრეთის რეჟიმი ჩამოემხო. ამ კაცის მაგალითზე დაიწერა ლიტერატურა არალიბერალურ დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგალითად საარჩევნო ავტოკრატიასთან დაკავშირებით. აი ეს მამამთავარი ჩამოიქცა. ზალა რომ იგი გააკეთოს ეს მომავალ არჩევნებში. თუ ხარ დამოკიდებული სხვა პარტიების პოზიციაზე. ჩვენ არავის პოზიციაზე არ ვართ დამოკიდებული, ვართ დამოკიდებული გუნდის ერთმანეთის პოზიციაზე და ჩვენი ამომრჩევის პოზიციაზე, ჩვენი საზოგადოების პოზიციაზე. ვისაც ძალა აქვს და რა ვითარებაში იქნება და როგორ იქნება, ეს ხალხმა უნდა გამოარკვიოს და ხალხი გამოარკვევს. ხო და რას აპირებთ იმისთვის, რომ ეგეთი ძალა გქონდეთ? აი ეს ამაზე მინდოდა მელაპარაკა რა. თქვენ ისევ რაღაც წარსულზე მალაპარაკეთ. იმას, რასაც ვაკეთებდით, კიდევ უფრო მეტად. იმისთვის, რომ ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც იყო მადიერ და მოახერხოს დამარცხება და არ იყოს მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილი ასე იზამს იმაზე დამოკიდებული. ხო, ჩვენ არ ყოფილოთ არასოდეს, მადლობა გვერდს იმას დამოკიდებული თამარ ჩერგოლეიშვილი რას იზამს, წარმატებას უსწრებს ყველა ოპოზიციას, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილოთ მასზე დამოკიდებული არც ერთი კუთხით, მოხარული ვარ თქვა, ან ვინმე სხვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ხედვა. ეს გზა არის სწორედ ის გზა, რაც ახლა ბევრი კუთხით იჩენს თავს, მათ შორის მადიანის წარმატების მაგალითში და უბრალოდ ვწმუნდებით, რომ ამ გზას უნდა მივყვეთ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო დავუღალავად. ეს არის ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ყველა წერტილის მოვლა, ყველგან ახალი ამომრჩევლის შექმნა ამ ქვეყნისთვის, ლელოსთვის კი არა, ამ ქვეყნისთვის. თუ მადიერმა ეგ გააკეთა, მადიერი ელაპარაკებდა ყველას, ელაპარაკებდა ფიდეშის მომხრეებსაც, ესე იგი ორბანის მომხრეებსაც და წამოიყვანა კიდევაც ნახეთ, ხო? გამოაცალა მომხრეები და ელაპარაკებდა თავისთავად ოპოზიციურ უნგრეთს, როგორც იყო ძალიან დიდი და როგორც იყო ბევრი ხალხი, ხო? ჩვენ ვაპირებთ მაგას, ვაპირებთ ძალიან დაუღალავ შრომას, ყველგან და ძალიან რეალურ პრობლემებზე საუბარს და ეხლა ისევ წარსულზე მეტყვი რომ წარსული არ არის გასული ოქტომბერი. მე რომ ბრიფინგს ვაკეთებდი მაგალითად კამპანიაში, იმერეთში ან რა ვიცი გურიაში ან შიდა ქართლში ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგა ქირქილებდა რა დროს ეს თემებიაო. გესმით მე რა? აი ეს არის პრობლემა. ეხლა მეტყვით რომ წარსულია, მაგრამ არ არის წარსული, იმიტომ რომ გუშინ წინ მადიარმა მასე მოიგო. გავიგე, მაგრამ წარსულზე მადიარი იმ სოფლის პრობლემებზე საუბრობდა და ეროვნულზე. თუ ის ქირქილებს რაღაცას და არასწორად აკეთებს, ის უნდა იყოს მისი პრობლემა. და არა შენი. ჩემ პრობლემა არ არის, მისი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. ჩემ პრობლემა არ არის, მაგრამ აქ ხო პრობლემას არ გამიხსოვთ, რა არის. აქ პრობლემა არის ისო, თუ დავნერგეთ რატომაც ხებზე საერთოდ საუბრობ, თუ დავნერგეთ ნიჰილიზმი არჩევნების იდეისადმი, იმიტომ ნახეთ მისი პრობლემა გადაიქცა ქვეყნის პრობლემა, მაშინ ესე გეტყვი, ხო? იმიტომ რომ იმან რომ დანერგა ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ, იმ ვიღაცამ კოლექტიურმა, ხო? ვიღაცამ ნიჰილიზმი თქვენს დანერგეთ, კაცო, გამოხვედით 25 წლის, 24 წლის არჩევნების მერე და თქვით რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ყველაფერი და ასე შემდეგ და პარლამენტში არ შევდივართ. რა არჩევნებს აზრი არ აქვს? არჩევნებს მოთხოვნით იყო ეს აქციები, რა? არა, ნუ გაყალბებულ ამ პირობებში, როცა არაფერი არ იცვლება. თუ ხო ამას ამბობთ რომ თუ სუსი მიტაცებულია, თუ ცესკო მიტაცებულია, თუ ის მიტაცებულია, სასამართლო არაფერი, თუ მიტაცებული არჩევნებს აზრი არ აქვს, პარლამენტი გაყალბება ყველაფერი და 2025-ისთვის მარტო ეს კი არ იყო მიტაცებული, კიდევ უფრო მეტი მიიტაცა ოცნებამ და თქვენ უკვე თქვით რომ არა, ეხლა აქ არჩევნებს აზრიო და ეს გაუკვირდა ხალხს, რომ თუ მაშინ არ ქონდა ეხლა რატო აქ აზრი, როცა უარესი გააკეთა. მე დამკვირვებლები მაინც იყო და 25-ში დამკვირვებლებსაც კი არ იწვევდა. ხალხს აფერ გაკვირვებია, მე ხალხი მევნახე მე ვიკამპანია კამპანია, არაფერი გაკვირვებია, ყველა ძალიან მოწონებოდ. მაშინ სამწუხაროდ იმდან დიდი რესურსი განეწყო არჩევნების იდეის წინააღმდეგ,
ოპოზიციონის და მედია რესურსიც, ხო? იმდა დიდი რესურსი უპირისპირდებოდა არჩევნების იდეას, მხოლოდ მაგან იმუშავა, თორე ხალხი მე ვნახე, რომ მე დავდიოდი იმ კამპანიაში და არა ის ოპოზიციური ლიდერები და არა ის ჟურნალისტები, ვინც ბოიკოტს ემხრობოდნენ, პირდაპირ გეტყვით. შემოვიარე მთელი იმერეთი, მთელი შიდა ქართლი და მუხიანი მართლა კარდა, საერთოდ ამინახავს ბოიკოტისტური აზრი, საერთოდ. მოდ არჩევნებზე მისვლის როგორ ვთქვათ, ესე იგი დასწრების მაჩვენებელი დააგდო ფორსირებულმა მასიურმა კამპანიამ. იქიდან ქოცები, აქედან რაღაცა სხვა პოლიტიკური ენერგია და მედია ენერგია მათ შორის, მე გეტყვით და ამიტომ არის რომ ვიღაცის პრობლემა ჩემი პრობლემაც გახდა. თვითონ ნიჰილიზმი დათესა, თორე მე ხარ უვარდები. ხო, მე ხარ უვარდები კაცო პარტიაში და ხო ვარსავი ჭკუას, არა, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ იცი რა არის ჩემი საქმე? ის რომ ნიჰილიზმს დათესავს და ამით ივანიშვილი გაიმარჯვებს, ეგ ჩემი საქმეა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ივანიშვილმა ჩემთვისაც მოახერხა ბჭყალებში გამარჯვება. ძლიერი უნდა იყო და ისეთი დობა უნდა კონდეს, რომ ის რო ეთქვის, იმას კი არ დაუჯეროს, იმას კი არ დაუჯეროს, შენ დაგიჯეროს, რამაშია. ეგ იდეალური შეფხვევა, ხო, მაგრამ როდესაც ასე ფორსირებულად ხდება რაღაცის ანტიკამპანია, ძალიან რთულია, ხო, ამცი. ეხლა მთელი მაშინ მეორე მაგალითს ვთქვი უცებ რა, მთელი უნგრეთი გამოსულიყო, აი ეხლა მთელი უნგრეთი, ყველა სხვა ოპოზიციური ძალა მთელი მედია რაც კი არსებობდა და ეთქვა რომ რუსულ არჩევნებში არ შეხვიდათო. აი მაგალითი, მადიარი გაიმარჯვებდა ვერა. გაუფუჭებდნენ საქმეს. კი ბატონო. აი ეგ არის მაგალითი, ეგ არის რეალური არ არის ისე, იქნება მადიარს უფრო დაუჯერებ და ის ხალხი ვიდრე იმათ რა. ხო, იქ რა რა 9 პარტია რომ გამოსულიყო და ნაცვლად იმისა რომ ეთქვა რომ წადით და მომეთ მე რა შოშე რა რეიტინგი ხო და მთელი მედია და ყველა პარტია თუ იტყოდა რომ ეს არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია, აი სისულეასაც აქვისმენით და ეხაც არ ამღია არის პასუხისგებლობა. ვერც მადიარი ვერ გაემარჯვებდა და თუ გვინდა რომ ივანიშვილი დარჩეს კი ბატონო, ვიძახოთ რომ სისულელია და დარჩეს, მაგრამ გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ ირაკლი მელაშვილი და გიორგი ანთაძე შემოგვიერთებიან და უკვე მათ ერთად განვიხილავთ უნგრეთის მაგალითს, როგორ შეიძლება გამოგვადგეს ის ჩვენ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, გიორგი ანთაძე, ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ საუბრობთ დღეს უნგრეთის არჩევნებზე და იმ გაკვეთილზე, რომელიც აქედან უნდა გამოიტანოს ქართულმა ოპოზიციამ. რას გვასწავლის უნგრეთის არჩევნებში პიტერ მადიარის გამარჯვება? მოდი გიორგი, შენგან დავიწყე. რას გვასწავლის? ესე იგი მე მგონი რამდენიმე პლასტია კრამ შეკითხვას და პირველი ადამიანი შეიძლება დიცურაჩი თქვა ის რომ კიდევ ერთხელ რაცა მე მაგათ არაერთხელ ვთქვას რომ არაფერი ესე მუდმივი როგორ ცვალებადობა და რომ რაცა უნდა ავტორიტარი და ძალაუფლების მქონე ადამიანი იყო აუცილებლად ყოველთვის კარგად ძალაუფლებას უბრალოდ თავარი სხვაობა არის იმაში როგორ მიდიხარ მე ამ თვალსაზრისით ორბანი ჩანს რომ ზედმეტი ასე ვთქვათ ექსესების გარეშე ჯერჯერობით შეეგუა ასე ვთქვათ მარცხს და ძალაუფლების დაკარგვასაც და ამ ხრივ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა თავისთავად თუმცა მე მგონი ქართულ რეალობაში და დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ატმოსფეროში რაც ქვეყანაში გვაქვს არანაკლებ მნიშვნელოვანია სულთა ტექნიკური თვალსაზრისით თუნდაც ის არჩევნო კამპანია როგორ აწარმოა რა ტაქტიკური ტაქტიკა ქონდა სტრატეგია ქონდა ყველა საუბრობს ამ ორი დღის განმავლობაში ძირითადად იმას უსვამენ ხაზს რომ აი როგორ თქვათ მოიარა მთელი უნგრეთი 700-მდე ადგილზე იყო მისული და ამ შემდეგ ანუ რეალურად ერთი მხრივ აჩვენა ის გზა ეფექტური გზა რითაც შეიძლება ესეთი რეჟიმების წინააღმდეგ სახალხო მობილიზაცია გამოიწვია იმიტომ რომ რაც თავარი ფაქტორი იყო უნგრეთში ეს იყო ის რომ უპრეცედენტო ალბათ არამატო უნგრეთისთვის ზოგადი ევროპული ქვეყნების საარჩევნო იმასაც რომ გადახედოთ უნდათ საქართველოსაც ამხელა დასწრება არჩევნებზე ალბათ ძალიან იშვიათი მოვლენაა აი ამ მუშაობის შედეგი იყო ეს და ამასთან ერთად ხო 80% მართლა წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია არჩევნებში არ ვიცი როდის იყო და მეორე მხრივ მე დამშაშ თაბეჭდება რომ საქართველოში მოსახლეობასაც გარკვეული შიმშილი აქვს ნახოს ესეთი პოლიტიკოსები ან ესეთი პოლიტიკური ფიგურები, ვინც აი რეალურად ხალხთან იმუშავებს. თუმცა არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ სხვაობები ძალიან ბევრი არის და მნიშვნელოვანი არის უნგრეთის სისტემას შორის, მდგომარეობას შორის ქვეყნის ზოგადად უნგრეთის შეასებულ სიტუაციასა და
საქართველოში არსებულ სიტუაციას შორის ბოლო-ბოლო ყველაზე ელემენტარული მიუხედავად ყველანაირი პრობლემებისა ვსაუბრობთ ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე მთელი თავისი ვალდებულებებით და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა რომ იგივე თემებით манипуლირებდა ორბანის რაც ჩვენთან ხო იქ რაღაც ხალი-ხალია კაცი-კაცია და რაღაცას პლუს ომში ჩაგვთავენ ხელში რომ ამოუყვან კორუფციით ეკონომიკური სტაგნაციით უსამართლობით უიმედობით თავს მოსახლეობას მე რაღაც ომის შეშლის და რაღაც სხვა ეს თითიდან გამოწვეული თემები უმრავლეს შემთხვევაში რომელიც სინამდვილეში არც ისეთი მხელა პრობლემებს წარმოადგენენ როგორც ცდილობენ ხოლმე პროპაგანდამ წარმოაჩინოს ხო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია უკვე ვიღაცეებისთვის რომ დაფიქრდნენ თუ რეალური პრობლემები არ გადაიჭრა ქვეყანაში და რეალურად არ შესთავაზე ხვალინდელი დღის იმედი მოუსპე საკუთარ მოსახლეობას აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდება ამ ეთერშიც ბევრჯერ მithქვას ძალიან კარგად მახსოვს ერთხელ საუბრობთ იმაზე რომ თუნდაც რა საფრთხე შემცველია პროტესტი როდესაც სახლებში ბრუნდება ქუჩიდან და ასე ვთქვათ გუბდება მოსახლეობაში და შენს მოქალაქეებში და მე ერთი იმედის ხივი ერთი ნაპერწკალი ერთი რაღაცა მოვლენა ჭირდება რომ აი ზვავი გორდება და ზუსტად ეს ზვავი აგორდა მადიარის ზან და მისი გუნდის ზან ასეთი ეფექტური მუშაობის შედეგად და ფაქტობრივად წალეკვა ქვია ანუ ეს დამარცხება კი არა როგორც ჩვენი ასე ვთქვათ ოცნების ისინი რა ქვია დამკვირვებლები გვეუბნებოდნენ რომ ძალიან გვერდი მიდიოდნენ არჩევნებში სინამდვილეში საერთოდ ელექტორალურად უფრო აჯობა ვიდრე შედეგები. ფაქტობრივად აი ფეხზე გადამტროვა თუ ქვია პოლიტიკური ოპონენტის, აი ზუსტად ეგ იყო აი ამ შედეგებით. ამიტომ იქ საუბარი ხა რაღაცა წინააღმდეგობის გაწევას შუაგულ ევროპაში. ხო და რა ორბანის ხრიდან. და რა იყო შენი აზრით გადამწყვეტი მადიარის გამარჯვება? პირველი რასაც დავაკვირდი ეს არ იყო იდეოლოგიური დაპირისპირების არჩევნები, ანუ ეს არ იყო ლიბერალების ან მემარცხენეების დაპირისპირება კონსერვატორებს. ძალიან მაგარი რამე გააკეთა. მან აიღო ორბანის ლოზუნგები, რითაც ეს არის მოსული ხელისუფლების სათავეში, შევიდა იმ ბრძოლის როლზე, საქართველოსგან განსხვავება რა იყო. მე თქვენ საკითხებში არ შემოვალ ოპოზიცია ეუბნებოდა ხელისუფლებას. არა ეს შევიდა. ანუ ის თემები როგორც არის თქვა ოჯახის სიწმინდე, ომიდან მშვიდობა, ეს ყველაფერი წამოიღო. იმდენად გააკოტრა იდეოლოგიურად ორბანი თავისივე თემებში რომ ორბანმა დაუშვა უდიდესი შეცდომა რომ ესაც უკვე აბსურდის ლაპარაკი დაიწყო ხო რომ უკრაინა მართავს უნგრეთს რომ მოვიდნენ ესენი და რაღაცა და უკვე იმდენად ზღაპრებში გადავიდა მის ნახე როგორი ამბავია მის მომხრეებს ორბანის მომხრეებს მადიარმა ძალიან გაუადვილა ოპოზიციაში გადმოსვლა და ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. რო არ შევიდა, ანუ არ წავიდა ეს აი ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებას. დაინახა რომ უნგრელების დიდ ნაწილში უნგრელები კონსერვატიული ერია საკმაოდ, დაინახა დიდ ნაწილში ეს პოპულარული თემები არ დაუწყო ამაზე. პირიქით წამოიღო ეს თემები, ხელს უწყობდა ის რომ იქით და ფიდესიდან იყო თვითონ გამოსული, მაგრამ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რომ მან ამორჩევას ხელისუფლების ამორჩევას გაუადვილა ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. ეს ვერ გავაგებინეთ საქართველოში ესე იგი მაინც და მაინც დედა უნდა აგინონ ყველას. ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს ვინც მათ არ ეთანხმება დედას აგინებს ყველა. მეორე მნიშვნელოვანი ჩარეცხა მთელი პოლიტიკური სპექტრი. ანუ არც ერთი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა ვინც იყო უნგრეთში ორბანმა სიაში არ შეიყვანა. დასაწყისში ოღონდ ისინიც ჭკვიანად მოიქცნენ. სოციალისტური პარტია, დემოკრატები, ლიბერალები, მწვანეები, ყველამ ჩახსნა სიები. ყველამ ჩახსნა სიები და უთხრის მიუხედავად იმისა რომ ვიცით რაც არის ეხლა ეს არის ერთადერთი შანსი ეს კაცი მოვიშო თვითონ ეს ტიპი მან შექმნა პერსონალისტური პარტია არის მარტო თვითონ პოლიტიკური ფიგურებიდან დანარჩენი არის ეგრეთ წოდებული პროფესიონალები და ასე კონკურსის წესით შერჩეული პარტიული სიახლე ხო რაღაცა ძალიან სხვანაირი რამე გააკეთა ორი გზა არის აქედან, ერთი ესეც ორბანის გზით წავა და აბსოლუტურად პერსონალისტურ პოლიტიკას განაგრძობს, მეორე არის რომ ხო დემოკრატიის გზით წავა, იმიტომ რომ კარგი საფუძველი არის ასეცის მაგრამ რა საერთოდ არ ვიცი. მაგრამ თავარი გაკვეთილი ჩემთვის იყო ეს ერთი რომ იდეოლოგიურად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მაქსიმალურად გაადვილებოდა ორბანის მომხრეებს ოპოზიციისთვის ხმის მიცემა
მეორე რა თქმა უნდა 80% ეს იყო ურთიერთობა საზოგადოებას. ხო 80% აკონტროლებდა მედია სივრცეს ხელისუფლება. იქ უარესი მდგომარეობა იყო დრეკფენთან. არხები. ამიტომ ყველაზე მთავარი კარგად დავიწყებული ამბავი გაზეთი. გაზეთი სოციალური ქსელებით იმუშავა. რა თქმა უნდა სოციალური ქსელები, მაგრამ მეორე ორბანი იგებდა სოფლების და პატარა ქალაქების სადაც მოსახლეობა არის ძველი თაობა. ის ძველი თაობა ამ ხახალს შეჩვეული არის რა. სახში მიუტანა. და მოიგო. არ უშველა არაფერმა, აი არც ამ სატელევიზიო ემან, იმიტომ რომ ის ადამიანები ჩემი თაობა და ზევით ის გაზეთი უყვარს რა. და კითხულობს. ის მიუტანა აი ის ნოსტალგიურად განწყობილ კაცს, რა ნოსტალგიაც ჰქონდა ის და ანუ ბევრი რაღაცა ისეთი გააკეთა, რომელიც ძალიან მოულოდნელი პოლიტექნოლოგიებით აღსანიშნავია. უკრაინაში ჩავიდა, ბუჩაშიც იყო, შეხვდა იქ ყველას. ანუ უკრაინულ თემაში სადაც დიდი სისულელე ჩაიდინა ორბანმა, იქ დაუპირისპირდა, ბოლომდე დაუპირისპირდა. ერთი მნიშვნელოვანი თემა, უნგრეთს აქვს ეკონომიკური კრიზისი, უნგრეთის უმნიშვნელოვანესი არის 25 მილიარდი, რომელიც აქვს, უნგრეთს აქვს მიღებული ყველაზე დიდი რაოდენობა 100 მილიარდს აწარმოებს გრანტები, რაც აქვს მიღებული უნგრეთის ეკონომიკისათვის. ეხლა 35 მილიარდი არის გაჩერებული. ანუ ორბანმა უჩვენა რომ მე დავიცავ ამ ტრადიციულ ღირებულებებსაც, დავიცავ მადიარმა უფროსოდა. დავიცავ ამ ტრადიციულ ღირებულებებსაც, არც ემიგრანტებს არ შემოუშვებ. ანუ ბევრი რაღაცა იქნება. ოღონდ მე დავალაგებ ბრიუსელთან ურთიერთობას, მე დავალაგებ უკრაინასთან ურთიერთობას და არ ვიქნები დამპყრობლებს მხარეზე. აბსოლუტურად გაუადვილა ტიპებს, ვინც ორბანს აძლევდა ხმას, მოტრიალებულიყო და აქეთ მიეცა. ეს არის თავარი გაკვეთი. შენ კი არ უნდა გადაამტრიო წელზე ისა, რა ქვია, შენი აუჩეველა დილემების წინაშე კი არ უნდა აღდგე. ბიჭო, მაქსიმალურად გაუადვილე, გამოაცალე რა ის ელექტორატი იქით. იმ ველზე საქართველოში არავინ არ მუშაობს. აი ეს არის ჩემი აზრით თავარი გაკვეთი. ანუ ოპოზიციაში კონსერვატორი ლიდერები არ აქვს. თვითონ ქართული კონსერვატიზმი არ არსებობს საერთოდ როგორც ასეთი ლიბერალიზმი არსებობს ახლა და სოციალიზმი. ახლა არაფერი არ არსებობს იდეოლოგიური საქართველოს. აფერისტებად უყურებენ მაპატიები, აფერისტებად უყურებენ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ეგ ცალკე თემა არის, რომ პიროვნების პრობლემა არის, პიროვნების პრობლემა არის. ავტორიტეტების პრობლემა, რეიტინგებზე არ ვლაპარაკო, ავტორიტეტების პრობლემაა. ყველანაირი დობის მანდატი გაიფლანკა ყველა, არ ვიცი, ნებსით უნებლეთ, შეცდომებით, ვინ რა მიზეზით, მაგრამ ყველამ თუ ფაქტობრივად ყველას ეხება, ვინ ძველი არის რა. მიუხედავად ყველაფრისა, ეხა მე როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენ შემთხვევაში, ყველამ გაფლანგა ეს პოლიტიკური კაპიტალი, რაც სხვადასხვა დროს გააჩნდა. და ეს აბსოლუტურად ვიზიარებ ეხლა, რაც ბატონმა ირაკმა ისაუბრა. რეალურად რაღაცა საარჩევნო ის არის შექმნილი ერთი კალათა აქეთ ხარეს და უბრალოდ აი შიგნით ხდება გადალაგებები ამ ხმების და კონფიგურაციის რაც არ არის სისტემურად საერთოდ არ არის საკმარის იმის რომ რაღაცა ცვლილება დადგეს და არავინ არ ესაუბრება აი მედიანურ არ ვიცი შუა ნაწილს და ოცნების ხარდამჭერებს და საერთოდ მიდგომა რომ ლოიალისტებს მოდი ესე ვთქვათ ლოიალისტებს არა ხელისუფლების არამედ სისტემის რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული სხვადასხვა გზებით, თუნდაც ხელფასით, თუნდაც სამსახურით, ბევრი სხვა ასე ვთქვათ, ფორმა არის საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად მილიონ ადამიანამდე დღეს საქართველოში შემოსავალს ღებულობს ბიუჯეტიდან. პირდაპირ თუ ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით რა. ხელფასები, სოციალურ დახმარებებს თუ ჩართა ხო კიდე რამდენი გამოდის. ხო, უზარმაზარი რიცხვი არის. და აქეთ რაც შეება ხა რაც არ უნდა სამართლიანი იყოს ბრძოლა, შენ თუ არჩევნების გზით ხაზგასმით ამას ხას უსვებ გინდა სისტემური ცვლილება გამოიწვიო უნებრივია მარტო შენს ხარდამჭერებს არ უნდა ისაუბრო და ტრათ არ უნდა კონდეს გადაკიდებული ელემენტარული ლექსიკა ვერ გაასწორა პირდაპირ აი ამ სიტყვა ჟარგონს ვიხმარ პოლიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა რომ ისეთი ასე თქვათ აი მე ეს პოლარიზაცია ჩვენ რომ ვსაუბრობ კომუნიკაცია ხო არასოდეს სამხრივი არ არის შეუძლებელია ეხლა იჭიდაო მარტო ხო ვიღაცა აუცილებლად გინდა მეორე მხარეს და საერთოდ აქამდე რაც ჩვენ მივედით აი ამ პოლარიზაციულ გარემოში ალბათ ეხა ეს ყველაზე ნაკლებად რა თქმა უნდა ამ ტელევიზიას ეხება მაგრამ უდიდესი როლი შეიტანა მათ შორის ოპოზიციურმა ტელევიზიებმა მათ შორის პარტიული დღის წესრიგით ასე ვთქვათ კარის ჩაკვეთვა სხვადასხვა დროს სხვა ამ ტელევიზიების ვაკეთ არაფერს ვამბობ ისედაც სახელმწიფო პროპაგანდა იყო და რეალურად აი ეს
გაორებული პოლუსი იყო შექმნილი, რომელიც ასაზრდოობდა, ხელს უწყობდა პირდაპირ ქართული ოცნების გამარჯვებას. აი ეს აქამდე ესე მოვედით. ძალიან კარგია რომ ეხა გადააზრება ხდება. მათ შორის ყველა ხდება, მათ შორის იმ ტელევიზიებშიც რომ რამხელა პრობლემის წინაშეა. რაც არ უნდა გადაიაზრო თუ არ გამოჩნდა ისეთი ლიდერი როგორიც არის მადია რომელიც მოახერხებს ამ სკამხელანდობის მოპოვებას აი რა აზრით ჩვენ სისტემური პრობლემები მაქვს რა ეხა შენ ელემენტარული აი აკრა შეზღუდვები არის იმის ნახევარი კი საერთოდ არ ყოფილა ისინი უნგრეთში რაც თუნდაც აი ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით შევიდა ხო 8 წლის განმავლობაში თუ რაღაცა გრანტი გაქვს აღებული რაღაცა შეხება ქონია რაღაცა თანხები აგიღია ჰონორარი აგიღია ფაქტობრივად გეუბნებია რომ დამთავრდა ეხლა სტერილურ გარემოში გავიგე მაშინ უნდა ველოდოთ ოცნებიდან როდის გამოიჩეკება ვინმე ეხლა წმინდა თუ ლიდერი არ გამოჩნდა რა შანსი აქვს ოპოზიციას მოდი ამაზე ვისაუბროთ პირველი რაც კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მადიარი დაპირისპირებული იყო ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო ასე ვთქვათ ორბანთან მაგრამ არა მის ამორჩეველთან ეს არის ორი სხვადასხვა რაღაცა საქართველოში არის ესე აგინებენ კობახიძეს და აგინებენ ქოცებს აღინებენ ყველას სოფლის ბოლო წუნებულებაც აჰა წააგებ ეგრე გავიგე ახლა რას გეკითხები დაუშვათ ოპოზიციამ შეცვალა თავისი ქცევა ამ ოპოზიციამ ის ყავს თავისი ქცევა და ისე იქცევა როგორც შენ ურჩევ აქ მას შანსი მაინც ისეთ შედეგი არ ვიცი ვერ გეტყვი ვიცი რა მე არ მიყვარს კითხაობა არ ვიცი რა არა მე ვიცი რომ ეს არის შესაძლებელი ახალი მნიშვნელოვანი ეგს თუ ის რომ გამოჩნდეს ახალი ლიდერი არის რომელსაც ხალხი გაყვება ლიდერის როლი პოლიტიკაში არავის არ უარყვია ჯერ რა არავის არ უარყვია ინგლისი ჩერჩილის დროსაც ისეთი იყო როგორ ინგლისი იყო და მისი წინამორბედი ჩემბერლენის დროსაც ხო ერთი იყო ჩასული ქვეყანა მეორე გახდა ომში გამარჯვებული ქვეყანა ხო ლიდერის ფუნქცია იყო ჩემბერლენი იყო კრეტინი ჩერჩილი იყო მაგარი აი ესე არის რა ლიდერები თუ შტერები არიან რა გინდა უქნა ხო და ამას ვამბობ ანუ რა გამოსავალი არსებობს აქ გამოსავალი უნდა ხა იცო ცხადია რომ უნდა განახლება ყველა სათავისოთ უნდა შეეცადოს და იპოვოს თავისი ადგილი ამ პოლიტიკურზე და შეეცადოს თუ გაქვს სურვილი რომ დარჩე ხო ეხლა მე მაინც ტრადიციულ პარტიებზე მაქვს საუბარი ასე თქვათ და ძველ აქტორებზე ბუნებრივია რაღაცა უნდა ეცადო რომ ქცევა შეცვალო ჯერ ერთიც ეხლა იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს სისულელია ხო იმეორე მუდმივად ერთი რაღაცა ქმედება და განსხვავებულ შედეგს რა ქვია ელოდებოდე ერთი და იგივე გარემოში ხო რეალურად ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი უნგრეთის არჩევნები, რომ აჩვენებს, რომ ხალხთან კომუნიკაციის და ხალხთან პირდაპირ ურთიერთობების გარეშე, რასაც ბევრი ახლა სოციალურ ქსელებშიც ბევრი ადამიანი საქართველოში დიდი ხანია წერს, რომ რეალურ პრობლემებზე საუბრაში არ გამო ურთიერთობაც არა, ახლა პრობლემა გახდა. წარმოგიდგენთ ახლა წინა დღეს ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთი წევრი მეუბნებოდა, რომელიც აჭარაში ცხოვრობს და იქ წარმოადგენს ამბოზის პარტიას, რომ ჩვენო პირიქითო ვერიდებითო სოფლებშიო ჩვენ სამომრჩეველში ხედავს, იმიტომ რომ შენ რომ მიდიხარ სუსი მოყვება და ამით ნაკოლს აძლევ უკაცრავად ამ გამოთქვისთვის სუს ვინ არის შენი მომხრე და იმასაც კარგავ მე ბოლოსო. ანუ ის ის არ გამოდის, ან თუ გამოდის შენთან, ან თუ გამოდის უარესი არის მისთვის. 95 წლიდან მესმის ერთი და იგივე ზღაპრები 91 წელი გავიდა. თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო წინა გადაცემაში ჩემი სტუმარი ბატონი ლევანი, რომელიც ასე დადის ახლა რეგიონებში ძალიან აქტიურად და მითხრა რომ აი ასე ამომრჩეველს ამდენ ერთი 101 წლის ქალბატონს შევხვდიო და ისე ჩაგვეხუტა გლოცავდა და მეთქი არ გადაიღეთ რომ სოციალურ ქსელში დადო ეს ხო არის ხა კონტენტი უნდა დადო სოციალურ ქსელში რომ ეხა 101 წლის ქალბატონი გლოცავს 101 წლის ქალბატონი გლოცავს ეხა ხო კარგი ის არის პიარი შენთვის რომ რაღაცა და თან აჩვენებ ამომრჩეველს რომ ხალხს და მითხრა რომ უმეტესობა გვეუბნება რომ არ გადამიღო და ეხა 101 წლის ქალბატონს ეკითხა 101 წლის ქალბატონს რეალურად რის უნდა ეშინოდეს ხო და კი ეს გითხრა იმიტომ აღმოჩნდა რომ 100 წლის ზევით რაღაც განსაკუთრებულ პენსიას აძლევენ ვის 100 წელს გაწუდა შვილო არ გადამიღო თორემ მაგასაც მომიხსნიან ანუ იმასაც კი ვერ დებ ვიღაცას რო შეხვდი რო აჩვენ ანუ ხალხი ესე არის დაშინებული ამ ვითარებაში რა უნდა აკეთო მე არ მახსოვს ხელი შევარდნაძის დროსაც აგივე სიძახდა ოპოზიცია როცა აგებდა და სუსტი იყო ამ დაშინება სააკაშვილის დროსაც იგივე იყო
ახლაც იგივე ზიძახის. მე უეცად გამოშვება ლიდერი რომელიც აიღებს თავის თავს და უეცად ეს ფაქტორები იქ რატო იცი ის ხალხი რისკავს მაშინ თუ დაინახა ესეთ ლიდერი რომელიც მონგებია მონგები ხარ უკვე აღარ ეშინია აგაშენა მერტმა ამიტომ იმ ხალხს მუკი აბრალე საკუთარ თავს დააბრალე მადიარ სარქონდა პრობლემები უამრავი ის იყო ხარ ანუ მანამდე დაჭერას უპირებდნენ მაგერს რაღა ვიღაცას ვიღაცა მასვალ სურათი გადაუღო და ამა წაართვა ტელეფონი და დუნაიში გადაიძახა დაჭერას უპირებდნენ და მთელი ამბები იყო. მაგაშია რა საქმე. ანუ ადამიანები მანამდე არიან ასე სანამ ხედავენ რომ ეს ოპოზიცია არ არის გამარჯვებული. ოპოზიციამ გაუშვა უზარმაზარი. ეხლა ბევრ რაღაცაზე შეიძლება მაგალითისთვის ხო აგერ გავიდა თვითმმართველობის არჩევნები. იქ ოპოზიცია მიუხედავად იმისა რომ ძიმე დღეში იყო ქალაქებში წავიდა ბადიარი არ წავიდა არჩევნებზე თვითმმართველობაში მარტო ბუდაპეშტში მოიყო სიებში მონაწილეობა 27% აიღო ქალაქები მოუგო ანუ რა უქნა ხო ადმინისტრაციული რესურსი გაუხეთქა მადიარმა არ ჩასვა არც ერთი მოგებული კანდიდატურა ვინც იყო მოგებული ვინც მოიგო ქალაქები არც ერთი არ ჩასვა სიაში თქვენ ძველები ხართო რა ძველებს არცაც არ მივიღეთ ამ ხალხმა მაინც იმუშავა მადიარზე. მაგრამ თავარი ის იყო რომ თვითმმართველობის არჩევნები უნგრეთის ოპოზიციამ გამოიყენა მოსამზადებლად დიდი არჩევნების 80% ოლქების მოიგო იმან ფიდესმა. მაგრამ სადაც ბევრი ამორჩევნები იყო დიდ ქალაქებში ყველგან გაუხეთქა. ყველგან გაუხეთქა ეს რესურსი ადმინისტრაციული რესურსი. ოპოზიციამ რამდენიმე საკრებულო საერთოდ უმრავლესობა დაიღო და არ უშველა მან 2024-ში მაინც ხო? ხო 2024-ში თუ დავგებული იცი რა, მოდი ასე ლაპარაკი არ გმონა. ან უნდა დავჯდეთ მართლა ვიძახი რა, გავაანალიზოთ 2024-ში რა მოხდა და რატო წააგო ოპოზიციამ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ლიდერება გამონახეს. ო, გაყალბება იყო და იმიტომ წავაგეთ. ის გაყალბება რატო დაუშვი? ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ოპოზიციამ წააგო 2024 წელს. ძალიან ბევრი ფაქტორი. სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებას მოახვიეს, თვალ რომ მხოლოდ გაყალბებაში იყო, რა თქმა უნდა გააყალბეს. იმიტომ რომ ოპოზიცია ძალიან სუსტად იყო. იდეოლოგიურად სუსტად იყო, ორგანიზაციულად სუსტად იყო, ფინანსურად ყველაზე ძლიერად იყო, რაც ოპოზიცია ყოფილა საქართველოში არჩევნებში სხვადასხვა. ესეთ სტატისტიკური ცნობილებები და ისინი იყო ბევრ უბანზე და ასე ვთქვათ ოლქში, რაც პირდაპირ მიანიშნებს აქამდე არ ნახული, ასე ვთქვათ, შედეგების თვალსაზრისით, რომ აშკარა манипуляციები იყო. მაგაზე მე მგონი ორი შეკითხვა არ არსებობს, მაგრამ ანუ ეხლა მაგალითად თამარ ჩერგოლეშვილი იყო ჩემი პირველი სტუმარი და ის მომდება რომ არჩევნებამდე უნდა მოუგო ასეთ დროს ხელისუფლებას გაყალბებას აზრი აღარ ქონდა. მართალია, ეს მართალია არჩევნებამდე უნდა მოუგო. ხო ბეჭებზე მანამდე. ზუსტად. რომ ვეღარ გაგიყალბოს. ანუ არჩევნებში 70-80%-ის მისვლა არჩევნებზე იყო გაფორმება. აი მანამდე გატარებულმა სამუშაომ ის რომ ფოტოს დადება აღარ შეეშინეს ადამიანს რომ ალტერნატივა ირწმუნოს და გადადგას ეს ნაბიჯი და ამ განწყობით რომ იგი 2012-ში იგივე არ მოხდა. მე ხა იქ ვიყავი მით უმეტეს მაშინ ქართულ ოცნების ოფისში მუშაობდი და მთელი დღეები იქ ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი განწყობებიც მახსოვს როგორ იყო 20 სექტემბერი იყო 21-ის კადრები რო იყო ციხის კადრები რო იყო აი უცებ შეიცვალა 15 სექტემბერი ხო აღარ მოხდა რა მნიშვნელობა აქვს სექტემბერში საზოგადოებრივი განწყობების აი გარდატეხა უცებ ყველა მიგზენით რომ თუმცა დამთავრებული დახურული უბნები წააგეს კომპრომატმა იმუშავა გამოდის ხო გავიგე მაგრამ ციხის უბნები წააგეს ციხის უბანი აქვს წაგებული სადაც 70% იყო თანამშრომელი აღმოჩნდა იქ გადამწყვეტი ხო მაინც ბოლოს კომპრომატის გამოგდება აღმოჩნდა გადამწყვეტი ბოლოს 2012 მე აქაც სხვათა შორის კომპრომატები გამოიყარა ბოლოს ხო ჩანაწერები ლავროვთან ფლირტის და ასე შემდეგ იყერებს მაგრამ ეს არის მხოლოდ დამხმარე რა აი ეგ კომპრომატები ყველაფერი არის რაღაცა აი უკვე საპირწონე რო გაქვს შექმნილი და აი ასე რო არის ეს არის შეიძლება დამხმარე იყოს თუ აქამდე მიხვედი მე იმ კომპრომატებს ზუსტად ისინი გამოაგდებენ ვინც ამაძონ და იმას ავიწყდებათ მაგრამ ესეთი იყო იგივე ძალოვან სტრუქტურებში თემაში სამზარეულოებში თანამშრომლებს ლაპარაკის ეშინოდა პოლიტიკურ თემებზე და ეს შიში და ის განწყობა გროვდებოდა ნენელა და იქაც ალტერნატივის გაჩენამ და ძალის ცენტრის შექმნამ გამოიწვია ალტერნატივა უნდა გამოკვეთო ხო და ეს ალტერნატივა ეგ არის გამოკვეთო მაგაზე არის რა საქმე როგორ შეიძლება ალტერნატივა გამოკვეთო როდესაც იმას მილიონი ამომრჩეველი გიწევს ხო ყავს და
მილიონ აურჩევს იმით არის რაღაცა შესთავაზო რომ აქი წამოხვი და დედას აგინებ მოღალატეს ეძახი რუსეთის აგენტს ეძახი და მე ეძახი სხვას არ მოგწევს და რას მოგწევს ნუ გადამრიებ ხალხი ჭკუა ხო უნდა დაატანონ ცოტა რა იმან ითამაშა არა მადიარმა ითამაშა არა იმ ამომრჩეველზე რომელიც ისტორიულად ოპონენტი იყო ორბანის მან მოიგო იმისთვის რომ ორბანის ორბანს მისი ამომრჩეველიცაა და აქ ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ მისი ამომრჩეველი ოცნების ამომრჩეველი ჩაცემენტებული იყოს ცვლილებების ეშინოდეს მასას უდიდეს იმიტომ რომ ფაქტობრივად პირდებიან აი წამიკითხავს ხო სოციალებში დედას გიტირებთ მოიცა ერთი კარგი რა ხო, ну გასაგებია პრობლემები, მაგრამ პრობლემა რომელიც ასევე ყველაზე მწვავედ დგას ოპოზიციისთვის არის ის, რომ დღეს რთულია ამ ოპოზიციაში არჩიო ერთი ლიდერი, ან თუნდაც ორი ან სამი, რომელზეც იტყვი, რომ ის შეძლებს გაკაჩოს და იყოს ალტერნატივა. პარტიის თავმჯდომარეობა ლიდერობას არ ნიშნავს, რა პარტიის თავმჯდომარე ჯერჯერობით სადა ეს პარტიები პრობლემა. არის 2-3 კაცის, ერთი კაცის, ანუ 2-3 კაცის ფან-კლუბები. თავის აკრძალავენ კიდე ის საკითხავია და საერთოდ როგორი სამართლებრივი სივრცე იქნება. ხო ამ ხო ძალიან განსხვავებული არის უნგრეთთან ეგ თემა. ძალიან მნიშვნელოვანი იმაზეც ასევე რომ რაღაცა სოციალური შეიძლება ხელისუფლება თავის უარესი გააკეთოს მოშად. სოციალურ თემებზე გააკეთა აქცენტი, ამაზე ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ბოლო დღეებში მაინც თავარი ლოზუნგი რა გახდა უნგრეთის არჩევნებში, ხო? რუსებო წადით სახში. ან იქაც ეს გახდა გადამწყვეტი ლოზუნგი. იმიტომ რომ მიქარა იმან რა ქვია ორბანმა დაიწყო. ჩარევა და ეხლა კავშირი პირდაპირ ჩანდა ეხლა საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის ჩანაწერები ხო ნახეთ. გადამწყვეტ დღეებში ეს გახდა მე სლოგანი, პენსია და სოციალური 56 წლის მან ორბანის შეცდომა იყო, იმიტომ რომ ამან რომ გამოაცალა საკითხები ხელიდან, საფრთხის შექმნა გადაწყვიტა და მარტო ბრიუსელი აღარ ყოფნა და აღარ მუშაობდა და შექმნა ესა, ხო? და აგნაუშვა შეცდომა იმდენად გადააჭარბა ბოლოში ქონდა გადაჭრელებული იყო ზელენსკის პლაკატებით უნგრელები გამოშტერდნენ იმდენად გადააჭარბა ამ სისულელეში ჩვენთან არის ხო დაბომბილი კი უკრაინის და პლაკატებით რო გადააჭარბა შედარება არ არის დასწრებული დაბომბილი ქალაქები მაგრამ იქ ეს მასობრივი ეს სხვა რამე იყო ეს დაბომბილი ქალაქები ომი არა ომზე იქ იყო ლაპარაკი იმაზე რომ ზელენსკი ხდება უკრაინის მმართველი თუ კი მადიარი გარემოზე გაგიჟდნენ უნგრელები გაგიჟდნენ უნგრელები და იმიტომ წავიდა ბოლო დღეებში რუსებო წადით იმიტომ რომ ეს უკვე ორბანი გამოიყვანა წყო ორბანი საკმაოდ ნიჭიერი იყო ამ საქმეებში რა საარჩევნო კამპანიებში და ანიჭ უბრალოდ წართვა ყველა საკითხი უთხრა უნგრელებს რომ ამას ყველაფერს ოჯახი რაზეა ლაპარაკი მიგრაცია არა ის არა მის საკითხები წართვა უთხრა რომ 35 მილიარდს მე მოვიტან ამან რო გაგეჩერებინათ, რატო გააჩერა? უკრაინის გამო გააჩერა, ამაზე გაგიჟდა ეს და დაიწყო ზელენსკის გინება და ბოლო ერთი კვირა აწყობილი ქონდა ზელენსკის ორბანს. ამიტომ აქედან წამოვიდა ზუსტად ეს ლოზუნგი, რაც ზის უნგრელებში. ვერიტანდნენ ვერადროს დასანახად რუსებს. ეს მარტო 56 წელი არ არის, ბალატონის ამბები არის, შანდონ პეტეფის ამბები არის, მთელი ამბები არის მანდ. უნგრეთ-რუსული ისტორიები და ამათ საზღვრობები ნაკეთები. ეს რა თქმა უნდა გამოიყენა მე ბოლოში უკვე ყველა შეცდომა გამოიყენა და დამაგვირგვინებელი ვენსის შესვლა იყო მაინც ვენსის ხო იმან ეს ჩემთვის ამოუხსნელი თემა არის დღეს ვენსმა თქვა რომ კი ვიცოდითო რომ აგებდა ურბანიო მაგრამ ის ერთ-ერთი კაცი იყო ვინც ბრიუსელის იმას ბიუროკრატიას უპირისპირდება ანუ რა ამერიკის შეერთებულ შტატებმა მის თავად პოლიტიკად აქცია ევროკავშირის დასუსტება და ბრიუსელის და რატო უნდა ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს კითხვა ვერ ამოხსენე რაში უნდა გაწყდეს ევროკავშირის დასუსტება? ანუ გერმანიაშიც ხო იმას დაუჭირეს FD რა ქვია? ეს ჯგუფი AfD-ს, ანუ ვინც ევროკავშირის წინააღმდეგარი იმათ უჭერს ამერიკამ ხარ. იმიტომ რომ ეს ხაზი ეს ჯგუფი ვინც მაგაში არის ის ტექნოკრატები ვინც ამ ევროპული რეგულაციების წინააღმდეგ არიან კორპორაციები იქ არის ფინანსური ინტერესია, პოლიტიკური ინტერესია და თან იდეოლოგიური ნებისმიერი ძალა მარტო ეგენი არა ლეპენი რა ყველას ხარს უჭერენ ვინც ამ დემოკრატიის წინააღმდეგ არის ეს უკან ვინც იდგა ვინც გააცნო საერთოდ ვენსი აგინებდა ტრამპს ჯერ კიდევ ეხა ვიდეოები ხო გაქვთ რამდენიმე წლის წინ მაგრამ ეს უილამ ტილი ვინც იყო ვინც არის ეს ამ ტექნო მილიარდელების იდეოლოგი და წიგნების ავტორი და რაღაცა რომელიც არის კატეგორიული მოწინააღმდეგე მარტო ევროკავშირის კი არის
დიდი გაერთიანებების მათ მიაჩნიათ მაგალითად რომ ამერიკაც უნდა დაიშალოს. და კორპორაციულ მართვაზე პოლიტიკოსებმა კორპორაციულ მართვაზე უნდა გადავიდეს სახელმწიფოები, იმიტომ რომ პოლიტიკოსების მართვა არაეფექტური არის. კორპორაციების მართვა ეფექტურია. და ამიტომ უტყავენ ახლა ევროკავშირს, ახლა ტილი თვითონ გერმანელია და რო თქვას რომ ამერიკა უნდა დაიშალოსო, ესეთი ამბავია, მაგრამ ევროკავშირზე მუშაობს ეს თელი ციგნებია მაგაზე დაწერილი. უსაურის შედეგი მივიღეთ, რომ აქედან ამერიკა და იქედან რუსეთი მხარს უჭერდა ორბანს. ეხლა იმაზეც არის საუბარი მე რა, ბაი დღესაც დაიწერა რამდენიმე გამოცემაში, რომ ურჩევენ ასე ვთქვათ უენსს, რომ გამოვიდეს ტრამპის გუნდიდან და უკვე დაიწყოს იმიტომ რომ მზადება 28 წლის ხო. ტრამპმა უღალატა, როდესაც ირანს დაარტყა. და ტრამპი ჩაესენ იძახიან არნაირი ომი, ვისაც რა უნდა ისაკეთოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი შემოსაზღვრული ინტერესები, ეს მონროს დოქტრინის განახლებული ვარიანტი, მაგრამ რაც თავარია, დიდი გაერთიანებები არა, შემცირება იმ დონეზე, რომ უნდა დავიანგარიშოთ, ასე ვთქვათ, ოპტიმალური მართვა რა ფარგლებში არის შესაძლებელი, კორპორაციებში ხო არის რა. და ამის მიხედვით ეს უნდა გაკეთდა. ნუ ევროკავშირი მტერია, იმიტომ რომ ევროკავშირი ხელს უშლის ფულის კეთებაში, ის რეგულაციები ხელს უშლის ფულის კეთებაში. რაღაცაში ძალიან გადააჭარბეს მართლა, მაგრამ რაღაცაში არის, რაც აბსოლუტურად მართლები არიან, რა. სოციალებს ღუდავენ ქვეყნები და ასე დაკავშირებით განსაკუთრებით. გას მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ირაკლი მევაშვილი და გიორგი ანთაძე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალამდე გევიშლოვებთ, ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.